მე მახსოვს შენ რაღაც სტატია დაწერე რაღაც როგორ გაბწყინდება თუ საქართველოს გაბწყინების გასაღები. ხო. ეგეც რაღაც ინფლუენსის idea იყო თუ სხვა ეგ მან ის იყო უბრალოდ რომ ანუ რა ვრო დაფიქრე აგე საქართველოში ხარ, დადი ამერიკაში მუშაობ დისტანციურად ნახე რა არის ექსელერიები და შეიძლება კატეგორიების თეორიაზე და რაღაც სამი რაღაცა კურსი ქონდა რაღაც ბევრი ლექსიით საათიანი თითო რო არის. აროჩ მაგეებზე ვიჯექი და უყურებდი და ნახევარს ვერ იგებდი, მაგრამ აი რა ნახევარსაც ვიგებდი უკვე. მოკონდა რაღაც ხო. იგი ძალიან დამაინტერესა რა, ხო და ლიდიაში ძალიან ბევრს აინტერესებს როგორ შეიძლება საქართველოსდან აზიაში მოხვედრა, ანუ რაღაც ხაზზე გავიდნენ. ძირითადი ტიპები ვინც არიან, ეგრე არიან ხოლმე, რაღაც middleware კომპანია არის. ხო, შუამავლებით და მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის დევთერაპიის 22 ეპიზოდი. ივლისი ცოტა გაგვეწელა და ცოტა პაუზები ქონდა, რადგან game jam-ი რადგან ჩავატარეთ, ძალიან დიდი ენერგია და დრო წაიღო game jam-ის ვიდეოების დამზადებამ და დამონტაჟებამ. დღეს დაიდება სავარაუდოდ, ხო დღეს დაიდება? კი, პრეზენტაცია. დღეს დაიდება სავარაუდოდ პრეზენტაციების მთლიანი ვიდეო. აქედან გამომდინარე, ხო, ივლისი მთელი თვე მაგას დავუთმეთ და დაიდება ასევე Apple-ის ხო, Apple-ის meetup-ი რო ჩავატარეთ, მაგის ვიდეოს მალე დაიდება, იქ რაც თოკეა, ჩემი თოკე იყო ერთი, მაგასაც დავდებთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სპონსორია Tech-ი და მადლობა Tech-ის და ასევე გვაქვს ერთი სიახლე, ჩვენი პარტნიორი გახდა DataFest-ი, რომლის კონფერენციაც ჩატარდება დაახლოებით ნოემბერში და კონკრეტულად და ექსკლუზიურად ჩვენი მაყურებლის და ჩვენი კომუნიტის წევრებს ექნებათ გარკვეული ფასდაკლება, ცოტა ხანში გვექნება პრომოკოდები და მაგ პრომოკოდებს ნელ-ნელა შემოგთავაზებთ, ან ჩვენ page-ზე დავდებთ, ან Discord კომუნიტიში და ნუ შემდეგი ვიდეოებიდან უკვე როცა მზად იქნება, ამოვანთებთ კიდევ და description-შიც იქნება პრომოკოდები. რაც შეეხება დღევანდელ პოდკასტს, დღეს ვყავს სტუმრად ირაკლი საფარელი და დღეს გვექნება საკმაოდ ესეთი უცხო და საინტერესო საუბრები. ირაკლი როგორ ხარ? კარგად, მადლობა თორნიკე ავტომატოვისთვის, მივესალმები მაყურებელს. პირიქით მადლობა შენ რომ მოხდი 1-6 თვის წინ მოგწერე მგონი და ძლივს გადავიკვეთეთ. კაი, ირაკლი, დავიწყოთ მოდი სულ პირველი სტეპებიდან. შენ ხარ ვინც არიცით, ირაკლი არის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში პირველი ჰაკათონების, UniHack იყო, ხო? რომელიც ჩატარდა 2014-15? არ მახსოვს, მაგრამ აი 20-ის ვიყავი, მგონი მაგას რაღაც დაახლოებით ეგრე მახსოვს. მაგაზე მოგეძ შენზე მოგვიყავი, მაგ ჰაკათონებზე მოგვიყავი, მაშინდელ დროში. თითქოს ბევრი დრო თითქოს არ აგასული, მაგრამ მაინც ხარ ამ თვალსაზრისით ბევრი დროა. და რა განსხვავება იყო აი მაშინ რაღაც ეგეთი რაღაც ორგანიზატორობაში და ეხა რა სირთულეები იყო და როგორ ჩაატარეთ და ვაფშე როგორ მოვიდა კიდე. აი ეს ძალიან ბევრი კითხვა იყო. დავიწყოთ შენ. ჰაკათონი ჯერ შენიც და მე ჰაკათონზე. სამ ჰაკათონზე მივიდი. კი. ნუ ზოგადად მე პროგრამირებით მადერ დავინტერესდი რადგანაც, იმიტომ რომ რაღაც ჩემი ბიძაჩემის მეგობარი იყო, როგორც ვიცოდი ეს ჰაკერი. და ვიცოდი რომ ყველაფერი ისწავლა Google-დან. ეს keyword-ები ეხაც მახსოვს. მაგრამ მაშინ ამებს ვერ ხვდებოდი ეს რა, ნუ ჰაკერი ხე წარმოდგენა მქონდა რასაც ნიშნავდა, მაგრამ აი ყველაფერი Google-დან ისწავლა, ეგ მაშინ რაღაც უცხო იყო და მე წლების მერე გავანალიზე რომ აი ისე მეც ყველაფერი Google-დან ვისწავლია. ხო რაღაც ინსპირაცია რაღაც მაქინა მქონდა, მე რაღაც კურსები მქონდა გადმოწერილი Phylogeny-დან და ანუ იქიდან რაღაც PHP, JavaScript, HTML, CSS-ის სწავლით დავიწყე, ავიდგე ჩემი პირველი ნაბიჯების რაღაც 15 წელს ვიყავი ალბათ ეს პლუს მინუს 1-2 წელი. საფხულობით ზირთადად დრო რომ მქონდა თავისუფალი, მაგ დროს სწავლობდი ხოლმე და რეალურად მაგ პერიოდში ანუ არავის არ ვიცნობდი პროგრამის, ახლა იმ ადამიანსაც ვინც ვახსენე, ახლა ის კონტაქტი ესე არ მქონია, 1-2 ყავს ნანახი სულ. ხო და შემთხვევით აღმოჩნდი Facebook-ზე GitHub-ის ჯგუფი იყო, მაშინ GitHub-ი რქვა, ახლა GDG, ხო? Google Developers. ხო, Google Developers Group, მაშინ Google რაღაც Technical User Group, I don't know. და იქ მახსოვს რომ რაღაცა meetup-ი იყო და ანონსებული, ახლა meetup-იც რაღაც პირველად გავიგე, არ მახსოვს ახლა wording-ით როგორ იყო, მაგრამ ნუ რაღაც შეკრება იყო პროგრამისტების, რაღაც თოკები უნდა ყოფილი იყო და ნუ მად მივოდი და მად ნახე პირველად სხვა პროგრამისტები. ოთახი იყო სავსე ეს პროგრამისტები და რაღაც თოკები იყო. ესეთი შოკი მახსოვს რაც ჰქონდა. იყო თოკი Node.js-ზე და ანუ რაღაც JavaScript-ით database-ში რაღაცებს რო წერს მე რო უყურებ ხა ამას მე server side JavaScript-ით ცნება რა თქმა უნდა მაშინ ხარ ვიცოდი
და ვფიქრობდი ეს რაღაც სისულელე ხა ვიღაცამ დეთული რო გახსნას database-ში რაღაცები ჩაგიწეროს ვერ არიან ესენი. და ნუ მანდ გავიცანი ერთი მშველოგო გავიცანი, არ ვიცი, ყავდათ თუ არა შველიძე, ნიკა შველიძე, ჩემზე პატარა იყო 1 წლით და ის რაღაც რაბიზე მუშაობდა, რაღაც რაბის დეველოპერად იყო მაშინ და ნუ მეც რაბით დავინტერესდი მაგ პერიოდში. გავიცანი ოთარი, რეზო, ტყეშელა, დემური და კომანდა რომელთან ერთადაც მე დიაში ჰაკათონების გაკეთება დავიწყეთ. ეს ჰაკათონების გაკეთებას როგორ მოხდა რომ მაგ პერიოდში უკვე უნივერსიტეტში ჩავაბარე. უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ნუ მივხვდი რომ იქ არჩე არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს რა. კავკასიის უნივერსიტეტში მოხვდი თავისუფალში არ მეყოლები. მათემატიკაში კარგად გქონდა, მაგრამ აი ქართულ და ინგლისურში გამიჯერდა. ხო და ნუ მივხვდი რომ იქ აი პირველივე ლექციაზე მივხვდი რომ მე მეგონა რომ რაღაცას ვისწავლობდი უნივერსიტეტში ეს სტარი აღმოჩნდა და ნუ იდეაში ჩაუჯექი თუ მანდ ეს გონი უჯექით რაღაც ონლაინ კურსებს რაღაც სტენფორდის რაღაცა პროგრამირების რაღაცა ონლაინ კურსი რაც იყო რა რამდენიმე ლექცია მაქვს ნახე სულ ამით ბოლომდე არ მეიყვანია მაგრამ ერთ 5 ლექცია მქონდა ნახი და უნივერსიტეტში რაღაც პირველი ლექციაზე რაღაცები ისეთნაირად მოყვა ლექტორმა რომ რაღაცას ვატყობდი რომ რაღაცა ნიტოდ იყო რა ხო და იდეაში ის ამ რაღაც ერთად მიტეფებზე სიარულით დავმეგობრდი ამ ხალხთან და ერთად აი მოდი ერთად ჩაუჯდეთ ამ რაღაცა კურსს ესე რომ რაღაცა კურს უყურებდით მე ტყეშელა და ოთარი გიორგი ტყეშელაშვილი და ოთარი ზაკალაშვილი და ამ პერიოდში ანუ ტყეშელა ახალი წასული იყო ამერიკაში ჯორჯია ტექში ჩააბარა და იქ გადავიდა მანამდე კავკასიაში იყო პირველი კურსი და მოგვიყვა როგორი ექსპერიენსი ჰქონდა მას იქ რაღაცა ჰაკათონში იყო ახლა კონკრეტულად რომელი ჰაკათონი იყო არ მახსოვს და ანუ იქ რო სტუდენტური ვაიბი იყო სტუდენტური ჰაკათონი იყო აქამდეც იყო ჰაკათონი რეალურად ახლა ჩვენ ასე ვთქვათ პირველი სტუდენტური ჰაკათონი ჩავატარეთ მანამდე ანუ ჯიტა ატარებდა ხოლმე ჰაკათონებს კი იყო მანამდე 1-2 იყო და მაგრამ აი როგორი იყო იცი აი თქვათ აი რა TBC ბანკიდან რომ მოვიდეს რაღაცა 50 წლის რაღაცა ბიძერი დეველოპერები რა ხალებიც იყვნენ ზოგი მაგრამ ხო ხდები რაღაცა ანუ Java დეველოპერები უკვე რაღაცა ანუ გასაზეთი რო აქვს ძულები რა უკვე იმდენი ხანი რო Java-ზე წერენ და ეხა იქ რაღაც მედაშველო რო ვიყავით ხოლმე რაღაცა ანუ რაღაცა პატარა ტიპი ხა რაღაცა ეხა დაიწყე რაღაც ფეხსი დგავ და ვიღაცა ანუ ისინი იგებენ ეხა ესნათ ხო ანუ რაღაცა ზემოდან რო გიყურებენ ხო რაღაცა ანუ ბოდიბილდერების გამოსვლაზე რო გადიხარ და რაღაცა 20 კილო რო ხარ რა რაღაცა ეგეთი ვაიბი იყო და ისეთი რაღაცა ისეთი სტუდენტური რაღაცა სოციალური ესეთი environment-ი არ იყო რა აი და მახსოვს ერთ-ერთ ეგეთ ჰაკათონზე იყო რედისონში რედისონ ბლუიბერია რო არის და იქ მეორე სართულზე რესტორანი ეგ იყო აი სავსე ნაირ-ნაირი საჭმელით რა აი მაგდენი საჭმელი ესე ცოტა ადამიანზე არ მაგას ეს სიტუაციაში აღარ ყოფილა მე ცხოვრებაში ანუ ხა რაღაცა თავრობის და ფინანსებით ჩატარებული რაღაც ჰაკათონი იყო და მაგ ხრი ისეთი სულისკვეთებით არ იყო ანუ ეგ უკარ მეც მაგრამ უკარგავს ხო ჰაკათონს ეგეთი რაღაცა თავის ხიბლს ხო ანუ ხო იდეაში ანუ ტყეშხოდა მაგრამ მოგვიყვა ეს ექსპერიენსი ანუ იქ რო განიცადა თქვა რაღაც სტუდენტურ ფონდში რაღაც იქ სხვა უნივერსიტეტებიდან მოდიან რაღაცა შენ ხელა ხალხი ყველა რაღაც სწავლობს ყველა ღამეს ათენებს და რაღაც ხა ისინი მოვიდნენ პუმ რაღაცა ყველაფერი რაღაცა ფრეიმვორკით რა ვიცი Java-ში რაღაცა ანოტაციებით ყველაფერს აკეთებენ და ხო და იქ რაღაც უფრო სხვანაირი სიტუაცია რო იყო ან მაგით რაღაცა ან დავინსპირირდით მაგეთი და გავუჩნდა ეგ იდეა მართლად ვისიდი იყო არ მახსოვს ამით ერთ კოლზე როცა ეს მოგვიყვა გიორგიმ რომ აქაც ხوار ჩავატაროთ ეს ჰაკათონი ანუ ჩვენ პონჩი რა ჯიტას და იმების გარეშე და ნუ ჯიტასგან არ ვიღებდით რეალურად არაფერს რა მან ვადეკით ოკეი რაღაც იქ მიტაფებიდან ვიღაც ლექტორები ვიცით და ნუ დავიწყეთ რაღაც ზებნა ხალხის რო აი მოგვიძე შუა დაფინანსება ადგილი მოგვეძებნა და ასე შემდეგ რა და ნუ მასა დაიწყო იდეაში და ხა თავიდან რეალურად ორგანიზების ამბავში დაფინანსების ამბავში ანუ მარტივად იშოვეთ ეს ესე მარტივი ანუ იდეაში მარტივია თუ რთული არ ვიცი იმიტომ რომ ანუ რამდენჯერმე მქონდა ჩავატარეთ ეგ ჰაკათონი ანუ თავიდან ახლა მაგალითად ჩემი ექსპერიენსი რა იყო ახლა იქ ზოგადად თავიდან უფრო ბევრი ადამიანი მოდი εκεί ჩავატაროთ რაღაც დიდი ჯგუფი შეიკრა 10 კაცი ბოლოს 3-4 დავშით რა მაგრამ ანუ ყველა მე იქ ვიღას კონტაქტი მაქვს მე იქ ის იმას ვიცნობ მაგრამ ანუ ძირითადად ბევრი არაფერი გამოვიდა ეგეთი იმებიდან მაგრამ ნუ რაღაცები იყო მაინც ვიღაცები ჩვენ რაც შეგვეძლო ისეც როგორც შეეძლო
და ეხლა ზოგადად არ არის ისეთი ალბათ ფსიქოლოგიადაც მარტივი ხო? ეხლა ვიღაცას მიხვიდე, უთხრა ჰაკათონს ვატარებ, ფული მომეცი რა, ანუ შეიძლება იცნობ, მაგრამ ამით გიტყდება ან რაღაცა გონია რომ პროცეს ფულს თხოვ რა, რაღაცა. თვითონ კომპანიებს ამდენად ქონათ მაგის ინტერესი რომ თქვა ხო. ანუ ჰაკათონი იყოს მანამდე 1-2 ჯიტას ჩატარებული, არ ვიცი ხა ინტერესი უნდა ქონდეს ვიღაცა ბიზნესს, ვიღაცა თავრობის ჩატარებულ ჰაკათონს. შეიძლება იყო, არ ვიცი, მაგრამ რაც უფრო ბანკებს და იმერთან ექნებოდ ეხა იმათ უფრო enterprise რაღაცებთან თქვა რა და ჩვენ ეხა მაშინ მე პირადად რაც გავაკეთე ანუ საკმაოდ ისეთი სოლიდურად მოვიძიე ჩემი მხრიდან რაღაცები რაც Facebook-ზე იყო IT მენეჯერების ჯგუფი შევედი და 500 კაცი იყო ყველას დაუვარე და ყველას მივწერე რაღაც ტექსტი მქონდა მეთქი ჰაკათონს ვატარებ სტუდენტური რაღაცა შეთავაზებაც მქონდა ესა და ყველას მივწერე და მაგან ერთი ორი კომპანია გაიჩნდა კონტენტი და დამოუწდა სახელები ეხა კი ვცდილობ გახსენებას მაგრამ ორი კომპანია არის YouTube-ზე ვიდეოები და შეიძლება ხალხს ნახოს იქ. თან web archive-ში ჰაკათონის საიტები ნახო და ხო იქ მაიკებზე ეკნება. ხო და ანუ ერთ-ერთი 2000 ლარი დადეს მაგათმა და 4000 ლარი გავუჩიტე მე. და ნუ კიდე იდეაში რაღაც 10000 ლარი მქონდა ფული სულ რა მგონი რაღაც ეგეთი ალბათ რა ჰაკათონზე რაც გვჭირდებოდა ნუ რაც გვჭირდებოდა რაც შემოვიდა ის იყო. ნუ ადგილისამებრში თავიდან ჩავატარეთ კავკასიის უნივერსიტეტში იმიტომ რომ ტყეშელაოთო დაგალაშვილები ანუ ეგამა და მათ სწავლობდნენ ხა მე ვიყავი სად ვიყავი მე CST ხო არა CST შეგენი იყვნენ კავკასიის ეგა ხო CST მე ვიყავი ალასანიაში ხო და იქაც ვიღაცებს შეხვდით რაღაც გვანახეს სივრცე მაგრამ სივრცე ის არ მოგვეწონა თუ რა არ მახსოვს რა იყო ის უფრო მარტივი იყო იმიტომ რომ იქ იჩსობდნენ სტაფს და რაღაცა პირველად ჩავატარეთ CST-ში და იქ იდეაში ხა ფული დაფინანსების ისეთი ბევრი ვერ გავჩითეთ უნივერსიტეტი დაგვეხმარა რაღაც ნაწილში ფინანსურად და უნივერსიტეტის წარმომადგენელი ასევე მუშაობდა ნიკორაში და ნიკორასთან დავდათ ეგეთი დიელი მე და რევაზი ზაგალაშვილმა უნდა გავაკეთებინა ნიკორას აპლიკაცია და ისინი მოგწოდნენ 3000 ლარის პეჩენიებს ვეზიტი ჰაკათონისთვის და ჰაკათონზე ანუ საჭმელი იყო რა ნიკორასგან მოდიოდნენ ხუთები პეჩენიები ნაირნაირი სოსისები არა უფრო მშრალი საჭმელი და პეჩენიებზე გადავაგორეთ პირველი ჰაკათონი 48 საათიანი და იდეაში მან დავიწყეთ ასევე ისიც რომ რაღაცა იქ თოქების კეთება რაღაც რა იქ სოსო მოვიწვიეთ ზვანაშვილი რაღაც Node.js-ზე თოქი დევს YouTube-ზე და მეც რაღაც გრანტზე გავაკეთე თოქი რაღაც Node.js-ზე და ანუ კიდე ნუ სპონსორებიდან ვინც იყო ისინი იმათმაც რაღაცა კომპანიაზე რაღაცა იბაზრეს და ხო UGT ყავდა სპონსორი და თავარი სპონსორი მანდი იყო ეგ და მაგათგანაც იყო წარმომადგენელი მას რაღაც UGT-ზე მოყვა და რაღაც რას ვერ ახდება UGT-ში იყო თქო კიდე გიორგობიანი იყო შოთა რაღაც და ეს თქები ეხლა დევს YouTube-ზე უნიჰაკის იმაზე პლეილისტის არის კი ეს მაგვიდეობს პირველზე არ ახოს მაგრამ მე ძირითადად მე იმაშევდი ხოლმე ჩალიჩოდი მგონი მაგეების მომარებას და შენ YouTube-ზე მე მგონი ხო მე მაგან ის პლეილისტის ამას შემაგე როგორ გონია რამდენად განსხვავებულია თანამედროვე ჰაკათონები ძველი თავების ჰაკათონებთან შედარებით რა იმიტომ რომ რამდენად იქცევა ინჟინერულ ნაწილს ყურადღება და არა უშუალოდ პროდუქტს რა კიდევ ინჟინერული რაღაცა ხო ანუ ჰაკათონის მოუღამე არის რომ რაღაც სტუდენტების რაღაც ვთქვათ ჩაავარეს უნივერსიტეტში ერთმანეთს შეიძლება თან კარგადაც არ იცნობდნენ მით უნდა სხვა უნივერსიტეტის ხალხს ყველა რაღაცა სწავლობს იქ ერთ უნივერსიტეტში შეიძლება რაღაც მაგრამ ბანძად გასწავლიან ხო ან რაღაც უბრალოდ თავის პონჩში რაღაცას ჩალიჩობს და რაღაცა იდეაში უცებ ადგილი იქნება სადაც ყველაც ცდილობს რომ რაღაცა თავის შესაძლებლობების ზღვარი იპოვოს რაღაცა ფათინგებს და რაღაცა იმოდი რაღაც ექსტრიმები გავაკეთოთ და იქ real time რაღაცა P2P რაღაცა თამაში გავაკეთოთ რა ვიცი რაღაც ეგეთი და ეხა უნივერსიტეტში რაც გასწავლიან ხო რაღაცა C++-ზე ეკო რო გააკეთოთ და რაღაცა კლასი გააკეთოთ მთა და new რაღაცა mountain Everest-ი უდრის new mountain და სიმაღლე გადასცე ანუ ეგ იყო თელი ჩემი პირველი კურსი C++-ის რა ხალხანიაში რა ანუ boringest ever ხო ხო და თან მაგითი ვერ წხვდები რა პროგრამებას რა მუღამი აქვს ხო ანუ აი რა პრობლემას აგვარებ ვერ იგი აი კარგად მახსოვს აი ალსანიაში ეგ პირველი ლექცია მქონდა ამ C++-ის პროგრამირების ლექცია რაც იყო ხა მათემატიკის რაღაც წერა ქართულის წერას ინგლისურს არ ვთვლი ხო მაგებს ერთ-ერთმა რამდენი კითხვა დავსვი და ერთმა გოგომ კითხა რა ალბათ ესეთი კითხვები დავსვი ალბათ რაღაცა იცის ამან და კითხა რომ ის ყველაფერი კაიო მაგრამ ის შავი რაღაცაა რო არისო იმაგეს ვაფშე რა არისო რა მუღამი აქვს რა ხო ანუ აი CMD რა ეხა ეგ ტერმინალი არ არის ვიდეოში ხო CMD არის რა იმენ ხო აი CMD რო ამოხდება ეგ ვაფშე რა არისო ანუ რეალურად ანუ პირველი ლექცია უნივერსიტეტში ხო ანუ პროგრამირების რაც არის საკუთრი
იმის მე ადამიანი გამოდის და ვერ ხვდება вообще what's the point, ხო? ანუ როცა უსაზღვრო შესაძლებლობები გაქვს. უშვებ პროგრამას და ხედავ output-ს იმაში. ხო, ანუ რაღაცა კონსოლ, ანუ ხვდები, ხო, ანუ კონსოლოგიც კი ასწავლე პროგრამირებას თავიდან, მაგრამ ანუ რაღაც უათი ხო, მიახვედრ ადამიანს რა вообще სად მოვიდა რა. ხო და ეგ ნუ რაღაც ასტენები არის და ეხა იყო ხო და მაგ ეს კითხვას რომ დაუბრუნდე ანუ ტექნოლოგიური მას რაღაც არსებიც მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით არა ეხა იქ ჟიურიში რო ყავდა ხოლმე ხალხი ვინც იყო ისინი უფრო აქცენტ ხოლმე ყურადღებას ხო თქვა ეს რაღაცა cool არის შეიძლება ეს რაღაცა ის კაი ბიზნეს იდეა და რაღაცა ხარ მაგრამ საბოლოო ჯამში ნუ ეხა ეგ ვერანაირი კრიტერიუმი ვერ იქნება აბსოლუტურად მან სამართლიანი რაღაცა მაგრამ ალბათ უფრო ხალხს ის რჩებოდა რომ რეალურად ეხა ვიღაცები მახსოვს რომ რაღაც ერთი გაიცნეს და მე დაქორწინდნენ და რაღაცა ანუ ვიღაცები ანუ მე მაგალითად თქვა ჰაკათონებით ვიშოვე სამსახური რამდენიმე იქ გაცნობით ხალხის და მაგ აქტივობით ასე თქვა და ზოგადად ანუ ერთგვარია ალტრუისტული აქტივობა არის რა ეხა საკუთრივ ჰაკათონებს ჩვენ დავიწყეთ მაშინ რაღაცა იმის გამო არ ვაკეთებდით რომ ამითი რაღაცა ფული გვეშოვანა რაღაც რა ანუ просто ვაკეთებდით, იმიტომ რომ ენთუზიაზმი. ხო, ჯის ვინდა და მაგითო რა, ეხლა ზოგადად მაგას გარდა პირად მეკოთ მიტეფების აქვს ჩატარებული რაღაც ფრონტენდის, ფუნქციონალ პროგრამების. რაღაცებს ეხლა არც ერთი არ გაგზელდა ეს 1-2 ეპიზოდის მეტი არც ერთი არ ყოფილა ასე ვთქვათ. თუმცა მაგაზე დაგისმო კითხვა. ხო, მაგაზე შეგვიძლია, მაგრამ ანუ ძირითადად ეგეთ რაღაცას მე პირადად ვაკეთებდი, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაც მე მაქონდა ეგ შინაგანდის რა, ჯის მინდა რომ რაღაცა ფულ თუ ვისწავლე, თქვა სხვას გაუზიარო და ასე ეგეთი ნუ არემეთები რომ შეგვექნა რა. ჰაკათონებზე TikTok-ები გქონდათ ხოლმე? ჰაკათონებზე TikTok-ები სუქნა რეალურად ჩვენ ჰაკათონს რო ატარებდით, ხა ისე არ ვიგეზრდით შეიძლება, მაგრამ რეალურად თან კონფერენციას ვატარებდით, თან ჰაკათონს რა. ძალიან კაი. ანუ ძალიან ბევრი ერთი ალბათ ეგ ვიდეოები შემორჩება, ალბათ მაგარ ვიდეოებია რა. ხო, ანუ ეგ ვიდეოები, ანუ ეხა ცდებს YouTube-ზე, უნი ჰაკერებს ჩაწეროთ, ნახავთ. და რა ვია, თითო ჰაკათონზე, ალბათ ერთი 5-დან ალბათ 5 ну 4 შეიძლება იყო დღეში ალბათ რაღაც და ყველა ძალიან მაგარი გამოსვლა 10-მდე თოკები იყო ხოლმე და მაშინ იქ აი უნივერსიტეტებიდან ვინც ვიცოდით რომ კარგი ლექტორი იყო ხა მე მომენტ ჩემგან არა მოწვეული მე არც ერთი ლექტორის პირად არ ვიცოდი უფრო ეს დანარჩენი ვინც იყვნენ ორგანიზატორები ვინც იცოდნენ რომ კარგი ლექტორია საინტერესო ადამიანი რაღაცა იმასაც ვცდილობთ რომ მოგვეწვია და ჩვენ ნეტვორკით გავსულიყავით საინტერესო ხალხსა და რაღაც თოკები ჩაეტარებინათ და მაგასაც ვაკეთებდით ხოლმე და ნუ მე YouTube-ზე ვდებდით და ასე შემდეგ რა ვიცი. მაგ ვიდეოებს რო გაზრდილი. არ ეგ ვიდეოები თან რაღაც ისე დაემთხვა ხო შეიძლება რაც ყველა რაც ზოგი ძალიან კაი იყოს, ზოგი ის average. ყველა ძალიან კაი, ყველა ძალიან კაი ვიდეო. ერთ-ერთი მაგითაბსა იყო იმანის CTO, რომელიც ლაპარაკობდა Bitcoin-ზე სამწუხაროდ არ მოусმინე კარგად. მაშინ არ მოусმინე. ხო, ძალიან მაშინ რა ღირდა ნეტა. Bitcoin-ი ალბათ არ ვიცი, არც მინდა რომ ნახო რა ეგ და იმე თუ არის ბოროტი შეგიძლიათ ნახოთ და დააკომენტაროთ. ან Bitcoin-ზე ქონდა თოკი? თოკი ქონდა Bitcoin-ზე, ხო, შეიძლება ეხაც იყოს, არ ვიცი ნახოთ. ეს უნდა იდეა, ანუ ზოგი რაღაც შეიძლება ვერ დავდოთ თან არ ჩაიწერა რაღაც და მაგიტო, იგი არ. სად არის ეგ ადამიანი დღეს? არ ვიცი, ალბათ სამე კუნძულზე არის. ის რილსი რო ხო ისი კორონას როსტისა. იქნება ერთობა თავისთვის. ხო, აი, ჰაკათონებზე მეც დავამატებდი ერთ-ორ კომენტარს, რომ ანუ მაგაში გეთანხმები შეიძლება თქვი, რომ დიდ მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ ავთო უფრო იმას სვავდა, რომ ანუ მაგალითად ადრე რა, აი კორონა პრე-კოვიდამდე რა, ეს community-ც უფრო აქტიური იყო. ეგეთი შეხვედრებიც უფრო მეტი ტარდებოდა და ეხა თუ ვიღაც ჰაკათონს ატარებს არის ხოლმე ძირითადად დიდი კომპანიები რა. ანგარებით. ხო, ან ბანკები და იმ არავის პირაქით, ანუ ყველას დიდი მადლობა რომ მაინც ატარებენ. უბრალოდ მაინც კაია ატარებენ. უბრალოდ მე პერსონალურად როგორც ერთი ჩვეულებრივი ენთუზიასტი ტიპი იმ ჰაკათონებს ვერ ვუყურებ ხოლმე, აი როგორც ჰაკათონი ხო, და ის არა აქვს. ხო, რაღაც ის ვაიბი არა აქვს. ანუ იცი რომ ვიღაცამ რაღაც ვიღაც მენეჯერმა თქვა რომ ეხა ეს ოქნათ, ამიტომ იქნება კაი და მოდი ჩავატარებ. ხო და იქ იყო რომ აი პროსტო ჩავატარებ. კი, აი თან აი მე არ მიყვარს ეგ ხომ აი ჰაკათონის ნამუშევარს რომ აი ბიზნეს იდეა, აი პიჩი, ან დამიპიჩი. ხო, აი მაგაზე მოგიყვა ერთ საინტერესო რაც მივაგენით ეხლა რა თქმა უნდა ეხლა თავიდან ჰაკათონებზე ქონდა საპრიზო რაღაც თანხას ვაძლევდით ხოლმე რაც გამარჯვებულს ასე პირველად 30000 მე 2000 რაღაც ეგეთი რა და ეხლა ერთ ჰაკათონზე რაღაცა ტიპები მოვიდნენ ეხლა იქ სტუდენტები იყვნენ მომენტ რა ეხლა რა სტუდენტები იყვნენ მაგრამ მომენტ იცი როგორ სტუდენტები აი GPI-ში რო ერთი 10 წელი სტუდენტები
ნუ რაღაც ერთი ხელ მოიგეს, ეხლა მეორეჯერაც სამედ ანუ რაღაც ისე დაემთხვა, რომ რაღაც თანხმობრივად იმასთან მოიგეს და მე ბოლოს ვთქვით, რომ ფაქტი ის ფული აღარ გვექნება და საპრიზო იმაში და მე დღეშელა ჩამოვიდა და რაღაცა Pebble Watch-ები რო იყო რაღაც თუ იცი რაღაც პროგრამირებადი რაღაც საათი იყო smart watch-ი ადრე რაღაც black and white რაღაცა არ ვიცი Oculus-ი და რაღაცა კიდე ეს თავზე რო იდეფარი ვითომ supposed to რო რაღაცა neural რაღაცა activity იმას ქნას და რაღაცა gadget-ები Arduino-ები ამერიკაში ხო ცხოვრობდა დღეშელა და იქიდან hackathon-ისთვის ჩამოდიოდა ხოლმე რა და Arduino-ების რაღაც კიტები და ან Raspberry Pi-ის რაღაც კიტები და ეგეთი რაღაცები ჩამოვიტანეთ ძალიან ბევრი და აი Hack Tbilisi რომელიც იყო ბოლო რაც ჩავატარეთ იქ ქონა მგონი ეგენი რა და ანუ ქონა რეალურად 10 გამარჯვებული ყავდა და ყველას რაღაცა მივეთქვა რაღაც 10 Arduino დავარიგეთ Free-ში ჩავატარეთ ან პირველი იყო CST-ში და მე Free-ში ვატარებდით რა ძირითადად მე სულ ჩავატარეთ და ანუ ეგეთი ისინი ქონა მაგრამ ფული ვაფშე აღარ იყო და ჯის რაღაც ეგეთი cool gadget-ები მიეცით რა რომ თუ ასე თქვათ promote რო აი ეს hacking რაღაცა რომ კიდე კიდე გაგრძელდეს სხვა სახშიც ეგ ძალიან კაი იდეაა შორის ხო და რეალურად ხო აი თანხა ანუ doesn't matter რა ხო რა იმიტომ ხა 1000 ლარი ვიღაცა შეიძლება ეს პირიანი hackathon-ი რო იყოს okay ხო ანუ არა vacation-ი უნდა აღვიღო და რაღაც ხო რომ მოვიდეთ თქვა თან არ ვიცი რა ნუ გავასწინოთ შაბათი კიდე სარი საჭმელი არის სასმელი არის ყვებასაც თქვენ იმაშავდით ხო ხო საჭმელების ნუ ძირითადად დაფინანსებას შევავლით რომ მაიგები დაგვევეჭდა ას ბანერები რაღაც ეგეთი საჭმელი და რაღაცა საპრიზები რო ქონდა საპრიზო ფონდი და მე ბოლოს მივხვდით რომ საფული doesn't make sense რა ნუ რეალ დარჯდებოდა რა ამ სპირიტში მამეთ და მაგრამ ეგ ფულიც ხა იდეაში ანუ მანამდე რაც ვიცოდით ეგრე იყო ანუ რაღაც ხრი და ანუ იდეაში ალბათ ამერიკაში ეგრე იყო სავარაუდოდ მაგრამ ეგ არ მახსოვს უბრალოდ ხა იქიდან გადმოვიღეთ ეგ თუ აქედან თუ როგორ იყო მგონი ეგეც რაღაც ეგეთები იყო და უნდა ჩვენს ვერო ვქნათ ჩვენს ხა game jam-ი რო ჩავატარეთ ანუ უბრალოდ იმდენად მცირე დროში ვიზი ორგანიზება რომ ანუ ვერ ჩვენც იქ გვინდოდა რომ ფული არ გვინდოდა მაგალითად რომ აი ძველ game jam-ზე ზუბას თქვა რომ მე მაჩქესო რაღაც იმის Diablos edition-ის წიგნი რა ანუ fan ას დირექტორ კათი თუ რაღაცა რა და ახლა ეგეთი საჩუქრები ხა ბევრად უფრო ვიღაცისთვის ხო 1000 ლარი ამოტივირებს ვიღაცას ახლა ის ჰაკათონზე ამ ფულის გამო არ უნდა მიხო ხო რა ფული რომ მოიგო მაგიტო არ უნდა მიხვიდე და ეგ უფრო იმ კულტურას ეხმარება რა და აი მე ის პიჩიც ის წარმოწვა ნუ ჩემი იდეა შეიძლება იყოს ანუ რა ვიპოსტა just buy hack ძალიან გასაგები არ შემოვა ისეთი პროექტი ხო ანუ That's more encouraging I think right ხა ჩვენს ბიზნესი გამოვაკეთე სტარტაპი. არა მე რო მკითხო საერთოდ ეგეთ საკითხებში რაც ფული არ ურევია ყოველთვის უფრო წარმატებული და უფრო მომგებიანი გამოდის ხოლმე რა მომგებიანი ხალხის როლში რომ ხალხი უფრო აფასებს რომ რა კარგი რაღაც ჩატარდა და რომ ვიღაცებმა სხვა რაღაც წამოიღეს და ხალხი გაიცნეს. ისეთ საჩუქარიც რო აქვს აი რაღაცა 1300 ლარი და რაღაც ანუ ვინც ვერ მოიგებს იმის უფრო დაწყდება გული ხო და ეხა ანუ რეალურად როგორ ქონა 10 კაცს მივეცით რაღაც Arduino-ს რაღაცები მე და პირველ სამანდილს ცოტა უფრო რაღაცამ სუყე გაჯეტები ასე ვთქვათ რა ანუ მაგ უფრო მეტი ადამიანს გაყვა რაღაც და ანუ უფრო ნაკლებად მტკივნეულია რეალურად ვიღაცა თქვა თუ აი უნდა რომ მოიგო და ვინ მოიგო ხო მე მაგათღა ჟიური რო ვიყო მაგრამ და მაინტერესებს ხო შენ მაგათ რაღაცა რო გააკეთე იმას როგორი ბიზნეს მოალი აქვს ანუ ხო იმიტომ რომ რეალურად აი ხო ეგ აი ჰაკინგ რაღაცაში იმიტომ რომ იმ ივენტს რო ატარებ იმიტომ რომ ხალხმა ერთმანეთს ნახო რაღაც გამოცდილება მიიღო და არა იმიტომ რომ შენ ბიზნეს რაღაცა ხო ანუ რაღაცა აი გიტა თუ ატარებს აი გავლენა გექნება თქვა რაღაცა და მაგრამ თან რა იყო ეს ჩვენ ჰაკათონებზე თავიდან ხა იქ ანუ ჟიურიში იყვნენ თქო რაღაცა ლექტორები იქიდან აქედან უფრო ისეთი ანუ არა ანუ ჰაკათონებში გამოცდილი არავინ არ იყო ასე თქვა ხო და ეხა იქ ანუ ეგეთ ადამიანს აი სოციალ იყო ჟიურიში რაც გამეზარდაშვილი იყო ალგორითმს ვასწავლის ცნობილი მართლებით კიდე თავისუფალდან იყო ერთი ტიპი სახელი არ მახსოვს აი მაგათი რაღაც რობოტიკის მიმართულების ჰედი ის გიორგი მამალაძე მარტო თოქე მამალაძეც იყო ზოგზე გონი CST-ზე იყო და ეგეთ მანში ანუ ხან როვინ იყო ხან ვინ მაგრამ მაინც სოათი უფრო აი კრიტერიუმი იყო რომ აი ბიზნეს ის რა იყო და ეხა ერთ-ერთ რაღაცა მოიგო იმიტომ რომ აი ეს მაგარი რაღაცა აი ბიზნესის მუზეუმებში ის რაღაცა მაგარი რაღაც ხო და ანუ არავინ არ აპირებს მე ხა მართლა ამით წარდაბი გააკეთოს ალბათ ხო და ნუ თუ აპირებს მართლა ხელი მოუმართოს მაგრამ ანუ ხო აი ხა მე რო იყო ჰაკათონის ჟიურიში
რაღაცა ის მაგარი ბიზნესია, ან წადი და გააკეთე ბიზნესი მაშინ. რადგან ფული ჰაკათონის აი ხვდები ხო რაღაც ისეთი ის უნდა ქონდეს stop რა just promote hacking და რაღაცა ანუ try new language new რაღაცა tool build something cutting edge extraordinary არის. I'm from scratch ან რაღაცა ხო ანუ რო იდეაში რაღაც შენი ანუ იდეაში ჰაკათონი ის მოამი იყო რომ ანუ მიდიხარ ჯიმში და რაღაცებს ვარჯიშობ და სხვების ხედავ რა ხე ის мотивация მისცეთ ერთმანეთს და რაღაც რა და გამოცდილების გაზიარება. ხო და არა ის რომ რაღაცა სტარტაპი დაიწყო რა. ხო ანუ იაში ექსელა მოხდეს და კი ბატონო რაც მე იქ უბრალოდ მე ვფიქრობ თან ეგეთი განერმოებში ყველაზე ვეირდი იდეები მაგრამ მუშაობს რაღაცა უცნაური მე შევა მე მართლა კარგი რაღაცა ანუ უბრალოდ უცნაური უბრალოდ ტექნიკური თვალსაზრისით საინტერესო რაღაცები მუშაობს. ჰაკათონების თემა ასე თუ ისე კი ამოვწურეთ. შეგვიძლია მე მიუბრუნდეთ მითაბებს მიუბრუნდები. მაგრამ ან გადავიდეთ მითაფებს და იმას მე მითაფებს გადავიდეთ. ხო, ანუ მახსოვს რომ მოგიყვები მითაფებზე. მითაფებზე რა ხდებოდა? ხა ჰაკათონზე კი რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე, ხა ნუ ჩემი მხრიდან ორგანიზებაში ვიყავი ჩართული, იქ პეჩენებისთვის აპლიკაციას ვაკეთებდით ნიკორას ენდერევაზი. და პატარა რაღაცა ხა პატარა თოქივით გავაკეთე სულ ბოლოს, ცოტა ხალხი რა დარჩა. 7 წნარად რაღაცა და გავაკეთე ეს თოქი და ანუ ეგ რაღაც ეს თოკის გაკეთება მომეწონა რომ აი რაღაცა გაიიღო და ანუ აი ის მქონდა რომ აი რაღაცა რაღაცას გაუზიარო და მე ხა ანუ ფრონტენდით ვიყავი მაგ პერიოდში უფრო დაინტერესებული და რაღაც 1-2 ჯერ მოვაწყე ფრონტენდის მითაფი მაგის ვიდეოების დევს ჩემ ჩანელზე ტესტი ხო იგივე საფარელი რო ჩაწეროთ იქ დევს მაგის ვიდეოები პლეილისტებად არის და ანუ მაგ მითაფებზეც რეალურად ხა იქ უნივერსიტეტში დავსწავლობდი იქ ვიცნობდი რაღაცებს და ну ადგილის გამოყოფა პრობლემა არა ხა ჩაი და პეჩენიას ხა ერთ ყუთს და ჩაიყავა რომ დისპენსერით არის ეგეც თვითონ გაძლევდნენ ხოლმე თქვენ შენ რადგან ჩაატარე მოდიო რა ეგრე იყო ну ალაცანედეში მაგ ხრივ მაგას ვერ დაუკარგავ ხა ხო და ну მაგ ხრივ ადგილის რაღაც დაფინანსება არაფერი აღარ ჭირდებოდა მაგას პროსტა უნდა ერთ-ერთი საჭიროება იყო just speaker კამერა რაღაც ქონა დემურის მაგას ვაყენებდით ხოლმე მაგითი ვიწერდით და ეგ იყო და ეგ რა მიკროფონით სიმ კამერა იწერდა ხოლმე მგონი ან შეიძლება კომპიუტერიდან და მე და ხო და რეალურად მან სირთულე რა იყო ხოლმე რომ რეალურად სირთულე იყო ჰაკათონებისთვისაც რა რომ ეხა ვიღაც ეხა სპიკერები იყვნენ რომლებიც იცი რომ ეხა მამალაძე რაზეც უნდა ელაპარაკოს ყოველთვის იყო ხოლმე ტოპ კლასი და ვაფშე არაფერი შეი რო გეტყვის რომ მოვალ ამისთვის ჩამოდიოდა ხოლმე 1-2 დღით ჰაკათონებისთვის და ის რო იქნება ტოპ რა მაგრამ ხა იქ რაღაც ფრონტენდის მითაფს რო აკეთებ ხა იქ ინა რა ხა მე კი ვიბაზებ რამაზე მაგრამ ხა მითაფი ჩავატარო მე ვიბაზრო რაღაცა მე დავუშალეთ და სხვაების მინდა რომ ყოფილიყვნენ რა ხო და ხა სულ მე ხარ ვაკეთებდი თოკებს და ნუ ცდილობდი ხოლმე რომ მომეძებნა ვიღაცები აი რაღაც იქ Facebook-ზე მაშინ Facebook-ის ჯუფები ასე თუ ისე პრაქტიული იყო არ ვიცი ხა როგორ არის ხა Facebook-ზე სულ რეკლამები არის მაშინ ნაკლებად იყო იქ უნიჰაკის ჯუფი იყო ეხაც არის ალბათ მაგრამ აღარ დებს ალბათ მაგრამ უნიჰაკის ჯგუფი იყო და ამ ჰაკათონებით ძალიან დიდი კომიუნიტი მოგროვდა და რაღაცა ამას გარდა მე თვითონაც ხა ზოგადად რო სწავლობდი ხოლმე რაღაცებს, რაღაც Facebook-ის ჯგუფს ვაკეთებდი, იქ რა Drupal-ის ჯგუფი მქონდა გაკეთებული, iOS-ის რებსაც სწავლობდი რა მაშინ. Android-ი იყო არსებობდა უკვე. და ანუ უნიჰაკის მქონდა მე ყველაზე დიდი და ვაშერებდი ხოლმე კიდე სხვა ჯგუფებიც იყო Web-end, Mobile Development რაღაც და მაგას მითებებს ვაკეთებდი, აბა ხალხო აი რაღაცა ფორმა მქონდა რა იმეს თუ გაქვთ რამე იდეა თოკის მოიწერეთ და რაღაცა იმეს ვქონდა და როგორც ეს რეალურად თოკების ანუ სხვა თანასპიკერების მოძიება იყო რთული იმიტომ რომ ხა რეალურად რაღაც თოქს ვაკეთებ ну მაინც დრო ჭირდება რა თუ ნერო კარგად გააკეთე და კარგად მომზადო ხა მე ახსოვს რომ რაღაცას ვქოთ რომ სწავლობდი და თან მე თოქს ვაკეთებდი რა ბევრი საათი იმიდიოდა მაგის მომზადებაში და ასე შემდეგ და რაც 1-2 ჯერ ჩავატარე ეგ და ნუ მე იყო რა მე ნუ ხა სპიკერები მეტი აღარ უნდა იყო მე რადაც მინდა რომ ვისაუბრე იმაზე ვისაუბრე და ეგ იყო და ეგ ნუ ხა მე თქვა რა functional programming-ში რო ვიყავი ეს თქვა გადავარდნილი იქაც რაღაც ნუ იდეაში ის თოქი რეალურად JSON-ის ის ხო JSON-ის parsing კომბინატორებზე ეგ თოქი რეალურად გავაკეთე კოლორადოში ვიყავი off-site-ი ქონა 35-ის და იქ ჩვენი კომპანიის CTO ატარებდა LambdaConf-ს ესეთი ყველაზე დიდი functional programming-ის კონფერენცია არის და LambdaConf-ის კონფამდე იყო მანამდე PureScript-ის მინი კონფერენცია და იმისთვის გავაკეთე თოქი
იდეაში მაგ ფიურსკრიპტის კონფერენციაზე ნუ მაგ კომპანიიდან იყვნენ ზოგადად შეკერები, იმიტომ რომ ეგ ერთი კომპანია და კიდე ერთი ორი იყო, ვინც ფიურსკრიპტს იყენებდა commercial ამბავში და 4 იყავით ხო მაგ მითაბზე სპიკერები. ხო. შენ, ბაღდავაძე, სოსო და ჯანიაშვილიც გქონი, ხო. ხო. ხო და მანდაც ახლა იქ რაღაც თოქი რო გავამზადე იქ რო ვიყავი, ერთი კვირა ვიყავი, ახლა ის სამუშაოდ არ ვიყავით, უფრო socializing-ისთვის ვიყავით და ნუ მაგისთვისაც გავაკეთე თოქი იქ რაღაცა დავამუშავე და იქ გავაკეთე იქ სამწუხაროდ ჩემდა ერთი ორი ვიდეო ჩემი და კიდე ერთის დაიკარგა და იქაური ვიდეოები არ დაიგდო სამწუხაროდ და მე ახლა გაატეხეს ვიყავი და მე ჩამოდი აქ ჩავატარე ნუ ქართულად და ეგენ დევს რაღაც აქ ეგენ მეც ჩავატარე ყოველთვის ვიდეო მე ჩატარებაშიც ვიყავი ჩართული ყოველთვის ვიდეო არის დღეს ან უნიჰაკზე უნიჰაკის რაღაცები ან და იყო ბოლო მე მგონი ხო ხო უნიჰაკის საკეთებები და მე მიტეფები მე რაც ჩავატარე ეგენ ანუ ფუნქციონალი იყო ბოლო როგორც მახსოვს მაგის მე რაც ჩავატარე ესე პირადად ჰარტა შეწყვეტა ორგანიზე მე იყო რაღაც იქ აი JavaScript Georgia სამები იქაც რაღაცები ჩავატარეთ მაგრამ ზირთად ეგეთი რაღაც ინიციატივები სულ იყო ხოლმე რომ აი რაღაც უსებ გინდა ვთქვათ მე მქონია რა მე მინდა რაღაც ამაზე თქო ჩავატარო outfind რო აბა კიდევ ის უნდა რამე რომ ჩავატარავთ რაღაცა და ნუ მე ახლა ნუ აღარ მაქვს ყოველთვის ხო სალაპარაკო რა და სხვები ეს თქო ჩირაღდანის ტარება არავის აღარ გაუგრძელებია საბოლოო ჯამში რა ნუ იმ პერიოდში ავწი ხარ ვიცი რა თან თქვენ მახსოვს რომ მაშინ ძალიან მოსშევოდით აი ინფლუენსერდით მაგას კი აი ჰაკათონებს დაჟე ერთი მე მითები ჩავატარეთ ერთ-ერთი ჰაკათონის მერე რო აი ხა ჩემ ჩავატაროთ ბოლო ჰაკათონს და ვიღაცამ აბა თქვენს გააგრძელა ჰაკათონების ჩატარება. მაგის ერთი მცდელობა იყო Hack CST, მაგალ დღეს და ამას დაემთხვა თბილისი რომ დაიტყორა და ვებხები რომ გარე დარბოდნენ. და ეგ იყო ბოლო რა მეტი არ მეტი ესე ნუ იმ ხა მეტის იმაში მე ესე აღარ ყოფილი ჩართული. რამე აზრს ხედავ მაგაში რატო არ აკეთებს ქართულ ან თუ უბრალოდ ცოტანი ვართ და უბრალოდ ეგეთი აქტიური ხალხი ცოტაა თუ მან არაფერი ლოგიკა არ იმალება იდეაში თუ რაღაცის ბრალი გონია შენ. არ ვიცი აუ გააჩნი ხა შეიძლება ის ჩვენ უბრალოდ ის ვთქვათ ადამიანები ვინებიც მასში გავართიანეთ ამ რაღაცების ირგვლივ და ანუ მეც ჩვენ თავადნი ხა მე რაც მქონდა ის იყო რა აი უბრალოდ მე მაქვს ხოლმე რაღაც რა აი რაღაცას რო გაფუჭებული მინდება რომ მე გავაკეთო რა ანუ რაღაც ეგეთი სანახ ვშთოთ ხა რაღაც code base რაღაცა და მიტოდ არის და მე რო თვლი რომ ეს არის საქს ანუ აი ეს ფიზიკურად ორგანიზმი თხოვს რომ დაასწრო აი უნდა გავაჩერო ფიჩერზე მუშაობა და ეს უნდა გამოსწორო. ხო და ნუ რაღაცა ალბათ აი თვით self motivated უნდა იყო რაღაცაებში ადამიანი და არ ვიცი და ეხა ხო ანუ მაგას ზოგადად უნივერსიტეტში ესე არ ასწავლიან ხო მინდება ხალხო ჩაატარეთ მიტეფები და რაღაც ანუ არ ვიცი რატო რა ეხა იქ იმ შემთხვევაში ვთქვათ აი დღეს შევას გამიცოდით იქ რაღაცა იხდება რაღაც ანუ რაღაც knowledge sharing-ი რო არის სხვა კულტურებს შორის ხო ეხა ის წასული იყო ოკეანის იქით ხო ამერიკაში იქ საუბრობდა და ანუ მაგითი რაღაცა დაიზრა. ეხა ამერიკაშია? კი, ხა იქ. და მოვიწოდეთ შემდეგ კვირაში. ნუ ეს ჯითაგის მიტეფების ხა თავიდან იყო ეს მიტეფების, ნუ მაშინ ადრდამე ჩავერთი ამ მიტეფებში ეს თქო ხა ეს. ხა იქ არ ჩამიტარებია მე არაფერი, მაგრამ დავდიოდი და მივხვდი რომ მაგარია, იმიტომ რომ მე არავის არ ვიცნობდი. რეალურად პროგრამირების მიმართულებით ფორუმჯიც არ ვიცოდი მე მაშინ რა იყო რა, ანუ ეგეთი ტიპი ვარ რა. და იქ გავიცანი ხალხი და ანუ მე რეალურად ჩემი ის პროგრამინგ ნეტვორკი და ასე შემდეგ მაგედან ანუ unfold-ი გააკეთა ასე თქვა რა. მე მახსოვს შენ რაღაც სტატია და წერე რაღაც როგორ გაბწყინდება თუ საქართველოს გაბწყინების გასაღები. ხო. ეგეც რაღაც ინფლუენსის იდეა იყო თუ სხვა ეგ მანდ ის იყო უბრალოდ რომ ანუ რა რო დაფიქრდი აგე საქართველოში ხარ ადი ამერიკაში მუშაობ დისტანციურად ნახე რა არის ექსელერიები და შეიძლება ანუ იმის ინფლუენსი იყო აქ არის მუშაობ ხო წადი რა სხვაგან იმუშავე. და რაღაცა ამდენი პროგრამისტი რომ მუშაობდეს ეგეთ რეიტზე, ამდენი არის ქვეყანაში შემოსული თანხა და ეხა ის განსახადებს რომ დაანება თავი, რაც ცუდი არის ჩემი აზრით. ზოგადად ეხა ადამიანებს რაც 18 ფული აქვს და იმ ფულს ხარჯავენ მე რაღაცას გიკეთებს ამას რაღაცა მე ის კიდე სხვას და ანუ დოლარი შემონდის ქვეყანაში ხო რა თამაც არის. კაი, მოდი გადავიდეთ ფუნქციონალურ პროგრამირებაზე. ანუ ვაფშე პირველად მაგას ვერ ავწდებით შანსი არ არის შენ რო ხარ აქ და მე ვაფშე პირველად შენგან გავიგე ანუ შენი დაწყებული იყო ეგ ალია მაგის ჯგუფიც ჰქონდა functional programming კი მახსოვს ვიყავი მანდაც ხო და ეხაც არის ალბათ ხარ წამიშლი მე მაინტერესებს ვაფშე საიდან გაიგე რომ ეგეთი ცნება არსებობდა იმიტომ ჩვენ ხო ზოგადად თავიდან ვიწყებთ OP სტანდარტულად და ეგრე და ანუ როგორ მიხვდი რაც რომ ეს
ცალკე განშტოება იყო პროგრამირების და როგორ დაიწყე ამის და ეს პირველი ფილინგები რა გქონდა რა კი ბატონო ძალიან ხო აბსტრაქტულია ეს ანუ იდეაში ეს ყველაფერი დაიწყო ნელ-ნელა რა ის ერთი დიდი ჩაყვა ბასენში აი ტემპერატურა და ნელ-ნელა რა აი ძალიან ნელა რო ჩადიხარ წლების განმავლობაში გაგრძელდა ეს ყველაფერი თავიდან ეხა JavaScript-ზე მიეწყო რომ JavaScript-ით მუშაობდი და ეგ იყო რასაც თუ ისე უფრო დამევასა ძირითადად ხა სხვა რაღაცებს ვაკეთებ Android-ი, iOS, PHP და რაღაცები, მაგრამ JavaScript-მა უფრო შემithრია. ანუ იმიტომ რომ front-end-ს ვაკეთებდი მე და Mac-ში ალბათ. და ანუ იქ რაღაცა ფილტრი, map-ი, რაღაცა reduce რაღაცები, მოდი რა არის, რაღაც თოქებს უყურებდი მაგაზე რა, ანუ მაგითი, ანუ machine functional program ეხაც ახლა უმეტეს ადამიანს ვკითხავ რა არის functional programming-ი, აი ის არის map-ი, ფილტრი და reduce და functions რო გადასცემ. ну რაღაც definition-ით ეგეც არის functional programming-ი, ხო, მაგის definition-ზე შეიძლება ისაუბრო რაც ჩათვლიდა რას არა მაგათ, მაგრამ ну მასე დაიწყო რაღაც და მე ხა ამებზე რაღაცას ვქოთ talks მოусმენდიან რაღაცა ვიდეოს და რაღაცებში ну შევყევი რაღაცებს იქ რაღაც მე ტრანსდუსერები, რაღაცა Lisp-ი, ეგ ერთ-ერთი ჰაკათონების იმაში თავიდან იყო ჩართული, თქო ის რაღაც Lisp-ით იყო დაკავებული და ინტერესებული რაღაც little scheme რო არის რაღაც little scheme რაღაც დიალექტია Lisp-ის ხო? ხო, Lisp-ზე იყო წიგნი ჯეს რა ეხლა ჯეს ზოგადად რა არის ხა აღარც მახსოვს რა ხდებოდა, მაგრამ იმ მომენტში რაღაც ეს ყველაფერი inspiring იყო და ანუ ეს თქო ჩემს curiosity როგორ არის ცნობის მოყარეობას აღძრავდა რა საკმაოდ. Haskell-ით დაიწყე ხო მე? არა, ჯერ Haskell-ამდე შორს ვარ. ხო, ოკეი. ერთ-ერთი 20 წუთი კიდე. ხო და ну ეს უკვე რაღაცა JavaScript-ი, schema, იქ რაღაცა კომბინატორები, Y კომბინატორი, იქ რაღაცა. ეგეთი რაღაცები თუ დაინტერესდი რატომღაც რა. მე რაღაც წავაწყდი YouTube-ზე თუ Twitter-ზე თუ რაღაც ვიდეო ან დოქტორ ბულიენი იყო, რომელსაც JavaScript-ზე ქონდა მას რაღაცა თოქები და ჯგონი წიგნიც აქვს, Eloquent JavaScript, არ აქვს სხვა მგონი. რაღაცა წიგნი ქონდა მაგას JavaScript-ზე და უფრო JavaScript-ში აი მაგ პერიოდში იყო რაღაც more functional, იქ რაღაც compose, lambda.js-ი თუ გახსოვთ. რაღაც query form-ში რო არის ყველა function და auto querying-ი და რაღაცები და მაგ იმეებით ინტერესდებოდი იქ რაღაცებში გამოვიყენე ეგეც რაღაც streaming რო არის RxJS-ი და მსგავსი რაღაცები streaming-ი, მოაბი რაღაცები map-ი იმ stream-ზე და მაგრამ მაგარი იქაც შეგიძლია map-ი და რაღაც ეგეთებით დავინტერესდი თავიდან აი JavaScript-ში რა სამყაროში რაც იყო აი functional მიმართულებით რაღაცები მაგითი და იდეაში აი უფრო აი hardcore functional programming-ის დავინტერესდი მაგ JavaScript-ის ასე ვთქვათ light functional programming-იდან Twitter-ზე ვიყენებდი მაშინ აქტიურად ეხა უფრო ისეთი არის Twitter-ი დიდად აღარ ვარგა მაგრამ აღარც ქვია Twitter-ი X ხო მაგრამ მაშინ Twitter-ს ვიყენებდი მე საკმაოდ აქტიურად ანუ რაღაცებს uffollow-დებოდი ვიღაცებს და რაღაც ლინკების საინტერესო სტატიები რაღაცები იჩნდებოდა ხოლმე მან uffollow-დებოდი დოქტორ ბულიენი იყო handle იმ ტიპის სახელი ხდა მაგიცდა მაგრამ მაგითი მახსოვს დოქტორ ბულიენი დერე ბულიენი ესე ერქვა მას რა ანუ იქ Twitter-ზე სავარაუდოდ handle ეგ არის. ხო და რაღაც ვიდეოები იყო რაღაც free monad-ზე, რომელიც აი what the fuck is that? ხო ანუ free monad. თავისუფალი უფასო თუ what ხო? და რაღაც ეგეთი ცოტა esoteric რაღაცა functional programming-ის რაღაცა იმებზე ქონდა ვიდეოები იყო, ეგ რაღაც კონცეფტები იყო JavaScript-ით როგორ შეიძლება გააკეთო და რაღაცა და არ ვიცი რატომ არა, ანუ ძალიან დამაინტერესა მაგან რა, საერთოდ doesn't make sense maybe. დამაინტერესა და ახლა ეს ამის რაღაც ეს free monad-ის რაღაც data structure არის, just functional programming-ის რაღაც data structure. ეს free monad-ი არის data structure-ი? ხო, რაღაც აი რაღაც უცნაური ხე რაღაცა. ხო. მაგრამ თან monad-ია, თან კარგი. მაგის ახსნა არ თხოვთ, მოდი. კი, იქ მაგას ვერასწრებ. ხო და ნუ ძალიან დამაინტერესა ხა ამან და მაგ პერიოდში მე უფრო ჩავერთე უფრო აი Haskell-ისგან inspired functional programming-ში რაც Haskell-ის და ის pure functional programming-ის რაღაცა კონცეფტებში მონადიო იქ ფუნქტორიო იქ აპლიკატივი იქ რაღაც მონოიდი და ასე შემდეგ რა და ნუ მაგიდან მაგების research-ში და MM-ში რო ვიყავი ხოლმე ნუ აღმოჩნდი ეგეთი JavaScript-ის ასე ვთქვათ functional programming-ის community იყო Fantasyland რომელიც რეალურად არის იდეაში სპეციფიკაცია which is fancy word basically მარტივად აგიხსნით ახლა რა Haskell-ში რაღაც მათემატიკოსები ასე ვთქვათ მაპში მაგათმა მოხდეს Haskell-ი რომ აი ჯერ ერთი ენა გქონდეს სადაც ჩვენ როგორც გვევასება მათემატიკური რაღაც paper-ებში კაი ლამაზი notation-ებით ხო წერა paper-ზე მოდ ეგრე რო კოდით დავწეროთ რა ეგეთი მოსაზრება გქონდა ასე ვთქვათ ნუ Haskell-ი რაღაც მაგ community-ში ჩამოყალიბდა და
ხა მათემატიკოსებს არ უყვართ ერთ და იგივე რაღაცას ბევრჯერ კეთება. და რაღაცა კონცეპტები რაც თქვათ ხშირად ჩდება, თქვათ ის კონცეპტები, რაღაც Haskell-შიც მოახწია ამ კონცეპტებმა, როგორც იყო თქვათ მონოიდი ისა და ეს კონცეპტები რეალურად მათემატიკური რაღაც კატეგორიების თეორიიდან მოდის, მაგრამ საბოლოოდ დადის იქამდე, რომ რეალურად შეგვიძლია მაგ იმებში არ შეხვიდე, ხა მე თავის დროზე რაღაც ბართოზე ახსენე კონცეპციასომ და რაღაც მაგ ტიპის რაღაც კურსი ეტო იმაზე ლამდა კალკულუსზე თუ რაჯანებოთ კაცო კატეგორიების თეორიაზე და რაღაც 3 რაღაცა კურსი ქონდა რაღაც ბევრი ლექსიით საათიანი თითო რო არის არჩ მაგეებზე ვიჯექი და უყურებდი და ნახევარს ვერ იგებდი მაგრამ აი რა ნახევარსაც ვიგებდი უკვე მოკონდა რაღაც ხო კი ან ძალიან დამაინტერესა რა ხო და ეგ რაღაც ყველაზე useful რაღაც ვთქვათ სტრუქტურები რაც არის მაგათი რეალ ინტერფეისები არის ანუ ესენი ჩათვალე რომ აი ვთქვათ რაღაცა არის თუ ამომოთ რომ რაღაცა არის მონოიდი ხო ამ რაღაცას უნდა ქონდეს ეგეთი რაღაცა ორი ოპერაცია რომ ერთი ვთქვათ მოგცეს რაღაცა ნულოვანი ელემენტი ხო მაგალითად string-ი არის მონოიდი და ნულოვანი ელემენტი არის empty string ხო ჭალები ცარიელი string-ი და უნდა ქონდეს რაღაცა ოპერაცია append რომელიც ამ რაღაცა string-ებს ერთმანეთს მიაკონკატებს რა ანუ აერთებს და ისევ string-ს გაძლევს. ოღონდ ეს ოპერაცია უნდა იყოს ასოციატიური, ანუ როგორ აქვს a კონკატ b კონკატ c, ხო, ანუ ფრჩხილებს როგორ დასვა, არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა. და ის ნულოვანი ელემენტი, რომელიც string-ის შემთხვევაში empty string არის, ეგ უნდა იყოს ისეთი, რომ ამ კონკატთან მიმართებაში, აი რაღაცა string-ი რო ქონდეს ფაქტი, რომ მიაკონკატო empty string-ი გინა აქედან, გინა იქიდან, ისევ ის საწყის string-ი ხო? აი და იდეაში თქვა და აი რიცხვების შემთხვევაში, ან რიცხვიც ქმნის მონოიდს მაგალითად, ხო? ანუ რიცხვების შემთხვევაში, ოღონდ ორ მონოიდს ქმნის, ან ორნაირს. ერთი არის გამრავლების შემთხვევაში, მაგალითად ერთი გამრავლებისთვის არის ნულოვანი ელემენტი, ანუ ნებისმიერი რიცხვი რო გამრავლო 1-ზე, ან ერთი გამრავლო ნებისმიერი რიცხვი, ეგ ნებისმიერი რიცხვი არის ისევ, ხო? გამრავლებაც ასოციატიურია, ხო? და ეგ არის მონოიდი, რაღაც არ იყოს მონოიდი, ანუ ეგ უნდა დააკმაყოფილოს ასოციატიურობა და ნულოვანი ელემენტის ასოციატიურობასთან მიმართებაში ეს წესი რაც არის. მაშინ რა არის მონოიდი ახლა ეგ გითხარ. თუ და ეგ არის რა, ანუ ახლა მათემატიკურად რა არის, მაგრამ რა აქვს, მაგრამ ნებისმიერი სტრუქტურა შეიძლება იყოს მონოიდი. რომელიც მაგას აკმაყოფილებს. რომელსაც ამას აკმაყოფილებს. ხო, რეალ მონოიდი არის ჩათვალე ინტერფეისი, რაღაცა data types, აი თქო და string-ი მასშტაბა დააკმაყოფილოს მონოიდის ინტერფეისი და უნდა ქონდეს ორი მეთოდი, empty, რომელიც უდრის strings types, ხო? ანუ იგივე ტიპს, რაც აკმაყოფილებს ამას. და append, რომელიც იღებს ორ ეგეთ რაღაცას და აბუნებს ერთს. ერთს. თვითონ მონადი? რა? თვითონ მონადი? მოიცი. ეგ გადახტები ხა ნენდლა. ეგ დეც ცოტა შორს. 20 წუთის მერე ეგ. ხო და ანუ ისეთი რაღაც სასწაული არა, მაგრამ ხა ეს მონოიდი საიდან მოდის მათემატიკაში, იმებში რომ ჩახვიდე, ვერ ამოყოფ თავს 1 წელი შეიძლება კომპიუტერიდან, ხო? ანუ ну ხეშვა ნაკლების, მაგრამ მეტის, მაგრამ ну მოკლედ რა, ანუ მაგრამ რეალურად ანუ საკმაოდ useful რაღაცა ინტერფეისები არის, რაც მათემატიკაში რაღაც ბევრგან იჩენს თავს, არა მარტო მათემატიკაში, პროგრამირებაში რეალურად თუ გააქვს მე თვალი მაგაზე მიჩვეული, ამჩნევ რაღაც ბევრგან რა. და community ხო JavaScript, სადაც რეალურად ეგენი ქონა დაწერილი ტექსტით, რომ აი რაღაცა თუ არის მონოიდი, უნდა ქონდეს ეს მეთოდები, რომლებიც მუშაობს ეს. ეგ იყო Fantasyland. რაღაც მონოიდი აპლიკატივი ეს. ხო და ნუ იქ რაღაც მაგითი დავინტერესდი, რაც გადავხედე, გავარკვევდი რა იყო ეს იქ ამ მასობაში ეს JavaScript-ი, გავიგე PureScript-ის არსებობის შესახებ. PureScript-ი არის Haskell-ის თან საკმაოდ გავს Haskell-ს სინტაქსურად. განსხვავება იმით, რომ არ არის lazy evaluation-ი არ აქვს თავისთავადად, Haskell by default lazy არის. და კომპილირდება JavaScript-ზე და მაგასაც ჩაუჯექება ეს PureScript-ი რა არის რაღაცა და მოინტერესდი მაგითიც და საიდან დავიწყეთ ვაფშე საუბარი. აი მახსოვს. მაგრამ გავაგრძელებ. იგი გავაგრძელებ. ანუ ეგ იყო function programming საიდან მეთოდი. ხო, მას სწორგაზად გევართ. კონცეპტები. სწორგაზად გევართ, ხო და ნუ ეს სამ Fantasyland დავინტერესდი, free monad-ით დავინტერესდი, მე ნახე ეს free monad-ი, ოკეი, ოფში კარგად რომ გამიგო ვაფშე რა არის. ჯერ monad-ი უნდა გაიგო, ხო რა არის, მაგეებში კიდე ერთი მაგეებზე უჯექია monad-ი აპლიკატივი აბა ეს რაჯანება რაღაცა და მე მივხვდი ეს რა იყო და მე ნუ ხა ვეთამაშები ამას რაღაც და ნუ მე მივხვდი რომ ეს data structure რაც JavaScript-ზე დაწერა იმან ოფში stack safe არ არის რა ან შეიძლება ისე რაღაცნაირად ისეთი computation-ი აგო ამ მასაკმა სტრუქტურით რომ მე ამის evaluation-ს აკეთებ და თუ საკმაოდ ღრმა computation არის თქვა stack overflow კონდეს ეგ პრობლემა Haskell-ზე არა იმიტომ რომ unbounded stack-ი ეს საკმაოდ არა ამ heap-ში ხდება ყველაფერი თუ არ ვიცი მაგრამ ნუ ეგ პრობლემა არ არის იმიტომ რომ you can do whatever you want there in that part
მაგრამ JavaScript-ში არის და ასევე ეგ JavaScript და PureScript-ზეც იყო იგივე data structure გაკეთებული და იქაც stack safe არ იყო რა. თუ რაღაც ეგ. ხო და მე დაინტერესდი მე ეხლა როგორ გავაკეთოთ stack safe, აი რატო დაინტერესდი მაგით და იმენ აი ხანი მაგაზე ვფიქრობდი ხოლმე და ესე. არ ვეწავი ზოგადად ხა არც, მაგრამ ალბათ ესე გავაფუგლებდი და ეგრევე ვფიქრობდი. მე ანუ უჯექი ფიქრობდი ხოლმე რაცებს შალიჩოვდი და მაგრამ ნუ ვისაუბრეთ თქვა თუ რაღაც რო გინდა გახადოს stack safe როგორ უნდა გააკეთო, რაღაც ალკე რეკურსიას რო აკეთები, რაღაცა თქვა tail call optimizing-ი რო უნდა ქნა, მაგრამ JavaScript-ში არ იყო ეგ, ამიტომ შენ თუ უნდა ქონდეს X-stack-ის ალკე for-ში აკეთო რაღაცები და კაროჩი. რაღაც მაგებს ჩალიჩობდი და მაგ ხო და ეს რო გავაკეთე მე მივხვდი რომ ოკეი მე კი გავაკეთე ეს free-monad-ი, მაგრამ ეს stack safe რო არ იყო ეს stack safe-ნესი რომ მიგეო ხო არა PureScript-ში იყო stack safe. რაღაცა ცალკე ინტერფეისი თქონა PureScript-ს, რომელთაც შეგელო რაღაცა მოაცემა სტრუქტურაში, ასე ვთქვათ, ქონდა stack safe tail რეკურსიული რაღაცა რეკურსი, კაროჩი, რაღაც ხო და PureScript-ის ფიჩერი. PureScript-ში იყო ანუ რაღაც როგორც monoid-ისთვის იყო თქვა ინტერფეისი, როგორც Haskell-ში არის, მსგავსად ოღონდ ამათ ცალკე ცოტა unique ინტერფეისი ქონდათ, რომელთაც აგვარებდნენ იმას, რომ რაღაცა სტრუქტურაში რეკურსიული რაღაც call-ი რო ქონდეს. აი promise რო გაკეთოს zen-ში და გამოიძახო ხო იგივე function-ი, ხო? JavaScript-ის შემთხვევაში ეგ Stack Overflow არ გექნება, იმიტომ რომ ანუ zen-ში რაც არის function-ი რაღაც ცალკე ისინი არ execute-დება, რომ Stack Overflow ტესტი არ უნდა ქონდეს, ხო? ოს მახსოვს. მაგრამ ანუ აი ხა შე რო რაღაც promise-ის მაგვარი სტრუქტურა გააკეთე, რომელთაც ეს zen-ივით რაღაც მეთოდი აქვს, მაგრამ ეს სინქრონული არის, ხო? შენ ხავს და ის free-monad-ით შეგალო ისე გექნა, რომ ეგ stack safe ყოფილი. ხო და ნუ მაგით free-monad-ო ქვია, რომ მაგისგან თუ არა, მაგიტო არა სხვა ის გამარა, ეს შეგვიძლია. ხო და ამიტომ ეს რაღაც ინტერფეისის ანუ adoption-ი მცადე მე PureScript-დან ამ fantasy land-ში რომ მე ეს ამ ინტერფეისს რო დააკმაყოფილებდნენ არსებული რაღაც მოაცემა სტრუქტურები თქვა როგორც აი lambda.js ქონა რაღაც მინდაც იქ იყო sanctuary.js მაგათაც ქონდა რაღაც ეგეთი maybe და either და ეგეთი რაღაც სტრუქტურები ეგენი რო დააკმაყოფილებდნენ ამ ინტერფეისს მე შეიძლებოდა რომ ეგენი გამოგეყენებინა ამ free monad-ში ასე თქვა და ყოფილიყო stack safe ანუ ეგეთი ამბიციური ქონდა რა ხო და probably nobody uses that, მაგრამ არავინ არ გამოიყენა. მაგრამ ეგეთი გეგმა მქონდა. ხო და კაროჩი იქ დაუწყე რაღაცები, მე იქ შუახსენეთ გესნულა დავაპორტიროთ რაღაცა იქ 50 კომენტარი ალბათ მაგაზე მთელი დისკაშენები იქ რაღაც ვიღაცები მოუტაგე იქ PureScript-დან. მასე გავიცანი რა, იქ მე ხალხი ასე ვთქვათ რომელთაც მე PureScript-ის ჯობი რო გავჭითე, ანუ აქედან გავიცანი მანდაც ვიცოდი ხა ეგენი, მაგრამ იმათმა მასე გამიცნეს ასე ვთქვათ, რომ რაღაც ვიღაცა აქტიურობს JavaScript-დან PureScript-ში რაღაცებს ყაგავს. ხო და ნუ მე რაღაცა დავამატეთ ეგ ინტერფეისი კიდე რაღაც სხვა რაღაც ინტერფეისები რაც მსგავსი იქ functional რაღაცები რაც ვთქვათ PureScript-ში იყო. ეგენის და Haskell-ში მაგრამ არის გახსენი PureScript-ის რეპოზიტორი. არა, ეს ისე იყო, ანუ fantasy-თან იყო სპეციფიკაცია, სადაც ამებს წერდნენ JavaScript developer-მა რომ გაიგოს რა, ისეთ თვალს ასე თუ ის მაინც ვერ გაიგებდნენ ალბათ ის რაღაცები თუ არ იცოდნენ, მაგრამ they tried. ხო და ნუ ამ სპეციფიკაციისთვის რომ დაემატებინა რაღაცა სექცია, ეხა ამ ინტერფეისია, ამ რაღაც სხვა კიდე ინტერფეისია და ის stack safe რაღაცითაც გავაკეთე ეგ მე კიდე რაღაც სხვა უფრო esoteric ალბათ ნუ რაც იქ არის იყო იმ მომენტისთვის რაღაც სხვა ალტერნატივი რაღაც არის ეგეთი რაღაც ინტერფეისი და რაღაცა ეგეთებიც გადმოვიტანე აქ რა და ნუ მაგ ხრივ საკმაოდ თუ გავაქტიურდი მან მე ეხა ეს პირველ ის ინტერფეისი რო დავამატე ეხა if nobody implements it what's the point და ბოდიში ამ დროს მუშაობდი full time job-ი ხო ასუ მუშაობდი და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა აკეთებდი სამხურს მე ან სამხურს საქმე თუ იყო ჩემი ხო და მე ანუ ეხა ეს просто ანუ ამ ყველაფერს უბრალოდ ინტერესი და ხობის გამოვაკეთებ და არა იმიტომ რომ გიმუშავა მაგ კონკრეტულ წამს ხო ანუ პროექტში ხო ვერ გამოიყენებდი ამას არა შენთვის ერთობოდი ჯეს შემო ის მაინტერესებდა კი ბატონო ხო და მე იქ ეხა ეს რო დავამატე იქ აი sanctuary.js რო თქვი იმას რო ქონა აი maybe და რაღაცა ეხა იქ დაიწყეს ეხა იმან დაიმპლემენტირება David Chambers erfine which ვინც მაგას აი მეინტენერებდა სხვა შორის ტყეშალასთან ერთად მუშაობდა Play-ში ეგ ტყეშალაც ისწავს მას მე შორი და ინტერნეტით იქ lambda.js-ის გავხსენებულ request-ი იქაც დაემატებინა და გონი რაღაც არ გაიმერჯა მაგრამ რაღაცების მაგ გამერჯილი მან მე იქ David Chambers-ი რომ მუშაობდა იქ იმის იმპლემენტაციაზე იქ მე რაც კომენტარებში მომტაგეს და იქ მე რაღაცებს ლაპარაკობდით რაღაც და კაროჩე საკმაოდ გავაქტიურდი მე თვითონ ამ Fantasyland-ს თავისი იმპლემენტაციები ქონდა ამ რაღაც basic maybe და either-ის მსგავსი რაღაცების და იქაც
ის ყველგან დავამატე ეს რაღაცა და აროჩე რა, მაგებს ჩალიჩობდი მე ამის მეინტენერიც ვიყავი, ეხლა სხვა ალბათ მაგრამ არაფერი არ ხდება იქ. მე თუ დააკომენტარებს, მაგრამ არც არავინ არ აკომენტარებს და ძველ რაღაცებს არაფერი არ ხდება საერთოდ იქ რა. მაგრამ ანუ იდეა საინტერესო გამოცდილება უნდა ამის რომ იმის რომ just აი ამ real ანუ purely functional აი პროგრამაში Haskell-ში ხდება რაღაც data structure-ები რაც არის რაღაცა დიდი ხანი გიწევს რომ დამოყვა, მაგრამ იმგა ვიცოდი მე ასე ვთქვათ JavaScript-ზე ვწერდი და კომენტარებში ვწერდი Haskell-ის notation-ით type annotation-ს რა Haskell-ის type მე ვწერდი JavaScript-ის კოდს. ალგებრა ხო რა მოკლედ ხო და მაგითი ანუ ხო და მე აი ამ პერიოდში იქ ის tax safe რო გამეხადა ის ჩემი ის free monad-ი და რაღაცა მაგ პერიოდში მოვტაგე ბატონი ჯონ დეგოუსი რომელიც ესე საკმაოდ კოლორიტი პიროვნება არის functional programming-ის მიმართულებით სკალაში მოვაწევს ამ ეტაპზე და იყო იმ CTO იმ Slam Data-ს სადაც მე გავიჩინე შემუშავდი ხო მე დავიწყე მუშაობა ხო და მაკედან გაიჩიტე ხო ხო და რეალ და ამას რაღაც ერთი უჯერ მოვტაგე იმ რაღაც იშვებზე იმიტომ pure script-შიც ჩართული იყო ანუ მის კომპანიაში დაიწყო ეს pure script-ი რა ანუ so he supported it basically რა financially ხო თუ ისე და დიდმაც იყო კონტრიბუტორი და ანუ მაგას ხალხი მოტაგული მიყავდა რაღაც და თუ ისე შორდა მისცემდა და მე Twitter-იდან ვაფოლოვდი ძალიან მაგარი თოკები ქონდა მაგას ხოლმე აბი ხაცდებს ხოლმე რაღაცებს კიდე და მაგ მხრივ ასე თქვათ და ოფერი როგორ მოგცა ხო ხო და მაგენ მე მერთხელს ვიცოდი რომ remote კომპანია აქვს სადაც pure script-ს იყენებენ ოკეი sounds good და მივწერე მეთქი ამ remote კომპანია ხო Twitter-ზე მივწერე რა შემიძლია ნახოთ უნდა წაიკითხოთ თუ ინტერესს თუ ჩავიგდებ screenshot-ს ამოვანათებთ შეგვიძლია კაი ხო და ну მივწერე ხა რაღაც ჯერ ხა თქვა ინვესტიციის ახალი რაუნდი უნდა ავწიოთ ჯერ არ გვაქვს ხა ფული მაგრამ მე რო ავწევთ ამ ახალ რაუნდს მე უნდა დეველოპერები და დაგიკავშირდები მეთქი ოკეი გავიდა ხანი ერთი რამდენიმე თვე ალბათ აწიეს ფული და მიგავშირდნენ მე მეც გასაუბრება მქონდა მაგათ CEO-სთან რა სტილში ქონა გასაუბრება აი მოგიყვები გასაუბრება მქონდა ჯერ CEO-სთან აი ჩვენ ვართ ეს რაღაცა ოკეი sounds good აი ხელფასი ამდენია გაწევს კი ოკეი რა ანუ ეგ იყო მე მქონდა კოლი CTO-სთან ერთად უკვე engineering team-ი front-end-ის მიმართ front-end-ზე იყენებდნენ ამას და back-end-ზე Java თუ Scala-ს აკეთებდნენ რაღაცას თუ გემე მოგიყვებით ხო და ну მე ვიყავ ჯერ pure script front-end-ის team-ში და ну front-end-ის team-თან ანუ ერთ 5 კაცი არიან ერთი გოგონა ერთი 4 ბიჭი იყო კიდე და ეს CTO და აბა ჯერ გავიჩნდა კოლში 5 ადამიანია აი მოგვიყევი შენზე რაღაცა იმათ მას მოყვნენ თავზე რა ხობი აქვს რა მე გიტარაზე უკრავ რაღაცა მეს რავი functional programming-ი ჩემი ხობი აი მე ხობი არ მქონია მაგ დროს და ანუ ჯერ აი გაცნობით კოლივით იყო და ეგ იყო მე მომწეს ოფერი პირდაპირ რა მოვაწარე ხელი მათ მოვაწარე ტექნიკური გასაუბრება არც იყო რეალურად იმიტომ რომ ნუ იდეაში ალბათ ეხლა ხო იცოდნენ რა ხო ნანახი ქონათ რომ აი რამდენი შვება GitHub-ზე აქტიურობა ხო ფრიმოდები თუ არ დაინტერესებდა JavaScript-ს taxes რო ხდის they can probably succeed here ხო რა very likely which actually happened რა საკეთებთ უშუალოდ პროექტს თვითონ კომპანია მუშაობდა ესეთ რაღაცას აკეთებდა მოკლედ რა რომ ანუ რაღაცა ენასავით თქვათ თუ ან მოკლედ რა შეგვიძლია იცი რომ აუ რაღაცნაირად შეგელა რომ SQL-ით რაღაც დაგეწერა და გონი Mongo-ზე რო გაგეშვა ეგ რა თუ რაღაც მასეთი იყო რაც ქონათ ეს core აი Scala-ზე თუ Java-ზე რაც უნდა დაწერილო ჯერ გონი რაღაცა MySQL რაღაცას გონი აქცევდა Mongo-თვის კარგი query plan-ად რომ Mongo-ზე ეფექტურად გაშვებული იყო ეგ იყო ერთი core რაღაცა რაც ქონათ მაგრამ ამაზე დაშენებული იყო ის რომ რაღაცა BI tool-ით იყო შეგლო რაღაც drag and drop-ით აგეწყო რაღაც business intelligence რაღაც ჩარტები და ისინი და data გონი მოქონდათ Mongo-დან თუ რაღაც რა ანუ მაგრამ მაგ backend-ის ხარეთ და არ მაინტერესებდა იქ პროდუქტიც არ მაინტერესებდა pure script-ები წერდი ფეხზე მე კიდე თავი იყო pure script ხო რა ასე იქ იყო და ხა მითხე რომ გააკეთე date picker-ი და წერდი date pickers pure script-ში მე ხა გააკეთე date and time ან duration-ის რა კაროჩ მე color picker-ი და რაღაცა და ეგეთი რაღაცებს ვაკეთებდი ან 0-დან წერდი რაღაცა UI კომპონენტები იყო pure script-ზე წერდი მაგას და ისმე ჩადიოდა JavaScript-ში და ხო JavaScript-ი კომპილირდებოდა და იდეაში იქ ქონდათ რაღაცა halogen-ი ერქვა ხა საბათ არის რომელიც იყო ანუ they implemented React-ი რო დაიმპლემენტი რო ასე ვთქვათ აი კლასების React-ი რაც იყო ეგეთი წარმოიდგინე დაიმპლემენტი რო pure script-ში და მაგაზე აკეთებდი რაღაცებს რა. Basically React-ზე წერდი, მაგრამ არა. ან იდეაში ეს pure conceptually virtual DOM-ი, ან
ის freelance რაღაც reduce-ივით ხდება, state update-ს აკეთებს, რაღაც ეფექტები გქონდეს და იგივე პონტი არის კონცეპტუალურად რა ასე თქვა. მაგრამ ნუ PureScript-ში ხდებოდა ყველაფერი. PureScript იდეაში რამე ტექნიკურ პრობლემას აღვარებდა თუ უბრალოდ იმისთვის იყო შექმნილი რომ ანუ ეს რაღაცა functional genie მე არ გამიგეთებია არ ვიცი არა ნუ ზოგადად ესე ანუ ტექნიკურ პრობლემას აგვარებს ისეთი კითხვა არის ხო? არა, ნახე, პროექტს ხო აკეთებდით თქვენ იდეაში front-end რაღაც კომპონენტებს აკეთებდით PureScript, რაც რეალურად შეგიძლია. არა, ეს კომპონენტები ჩემი ტასკები რაც იყო, ეგ იყო თორე ზოგადად ეხლა რაღაცა BI tool-ზე მუშაობდა კომპანია და ეხლა მე იმისთვის იყო აქ გვინდა კაი რაღაცა კომპონენტი, ამას ვაკეთებდი მე თორე ზოგადად ტელეკომპანია არა, მე პირადად. ან რომელ ფუნქციონალურ ენებთან ქონია შეხება უმეტესად? PureScript-ი ქონდა უმეტესად. ხო, ანუ მანდ მუშაობდა 1 წელი, მე ერთ კომპანიაში იყო ეგ ზედად ნახევარზე ცოტათი მეტი. და მე ეგ იყო. ნუ გავცხრელოთ ხო, JavaScript-ს არ ვეძახით functional programming, ეს core functional, purely functional, strongly typed, purely functional. ეგეთი ენები შეგვიძლია ვთქვათ არის მაგალითად Haskell-ი, Clojure-ი. Clojure არის strongly typed. Clojure-ი უფრო დინამიური ენაა. ის დიალექტი არის, რომელიც JVM-ზე ეშვება და typing-ი ან type სისტემა ესე ასეთი როგორც სტატიკურად ტიპიზირებული არ არის. F#. ანუ ხო, F#-ი მაგალითად კი. იმას insta Camel-ი მაგალითად საკმაოდ სტატიკურად ტიპიზირებულია, ანუ საკმაოდ strong type სისტემია ასევე, მაგრამ არ არის მაგალითად purely functional. TypeScript-ი საკმაოდ typed არის, ისეთი არ ანთლათ როგორც შეიძლება. ისეთი რაღაც ვეღას ვიჩერებდი ყო აკლია, რაღაც სხვა შეიძლება Haskell-ს, რაც Haskell-ის type class-ების opportunities ქნის, თუმცა საკმაოდ typed არის PureScript. ის უნდა მიგხსნა, ანუ insta stopas-ის რო არის სტარტაპი. ხო. ანუ ეგ Clojure-ზეა, ხო? აიდეა ის ცოტა რაღაცა ფუნქციონალური პროგრამირების მიმდინარეობა, ცოტა ჩამყდარი არ არის? თუ თავისებური გამოყენება აქვს ეს გულში ის არის ეს. ჩამყდარი რა, ეხა ანუ მე ეხა ანუ ისე ნუ შეიძლება თქვა რომ ანუ იცი რა არის ანუ იმიტომ რომ აი მე მაგალითად საქართველოში რა თქმა უნდა არ არსებობს ხო? ანუ მე მაგალითად საქართველოში ისეთი პროექტი, სადაც F# იყო დანერგილი რა. ყოველიღაცა შეიძლება გაუსწრო და გააკეთოს ხო? რატო გადაწყვეტს რაღაცა და მე რაღაც ციტას უნდა მივიდე თითქოს ტრენდში იყო ერთი პერიოდი ფუნქციონალური ცოდნა და რაღაცა და მაგიტო იყო რომ რაღაც პროექტებში ფუნქციონალური ნაწილი გატენილი იყო ბჭყალებში რა ესე რა. ხო და ანუ მაგიტომაც მე ალბათ გადაწერეს მე ისე C#-ზე F#-დან და გააკეთეს ცხოვრება ხო ანუ ზოგადად ანუ საკმაოდ განსხვავებული არის რა ეს purely functional programming-იც არის თქვა Haskell-ი, PureScript-ი, ალბათ F#-იც საერთოდ ეგეთი არის. და ანუ პროსტა ეხა ისე რო გითხრა, ხაი პროექტი გვაქვს F#-ზე, მიდი შეუბერეთ ბიჭებო. ანუ ესე ოკეი, ანუ ისეთი იქნება რა, ან რაღაცა საშინელებას მიიღებს, შეიძლება იმუშაოს, მაგრამ ისე არ იყოს რა. და იდეაში ანუ ესე პროსტა რაღაცა ალბათ ეხა ის სტარტაპს ვიწყებ ხვალ და ბიჭები PureScript-ზე შეუბეროთ, მეც არ ვიზა ხო ხდება ეგეთ რამეს. კი არა და ანუ ეხა არც მუშაობ PureScript-ზე და მშობლები TypeScript-ზე მუშაობ მაგალითად. მე მგონი ანუ ესე ჩამყუდარს არ ვიტყოდი ზოგადად ისეთი. თუდე ხო რაღაც ისე იღებს. ანუ უბრალოდ ანუ არ არის ეხა mainstream არ არის. mainstream არ არის. ეგ არის რეალურად რაც არის. ხა ზოგადად ანუ კიდე უფრო ესოთერიკ ენებია, როგორ ვიდრე Haskell-ი და ის არის რა PureScript-ი ანუ რომელსაც რაღაც ვაი blockchain ინდუსტრიაში იყენებენ მაგალითად რომ statically verified რა smart contract-ი ხომ და იცოდე რომ if this compiles it's like working perfectly რა. Erlang-ი ფუნქციონალური არის. Erlang-ი არის ფუნქციონალური, რამდენადაც Clojure-ი ფუნქციონალური ასე ვთქვათ. ხო ანუ function-ები არის first class, immutability აქვს by default, ანუ ყველაფერი immutable არის, message passing-ი აქვს კომუნიკაციისთვის, ასე ვთქვათ thread safety-ის ამბავში რომ lock-ები არ გჭირდება, რამდენადაც ვიცი. ანუ და არის უფრო ანუ ვთქვათ Lisp-esque functional programming ასე ვთქვათ. მაგრამ ნუ ხო immutability-ს აქვს, მაგრამ ანუ იდეაში ანუ Haskell-ში გარდა იმისა რომ ანუ ყველაფერი immutable არის, ხო რაც function-ები არის first class, ასევე ანუ საკმაოდ strongly typed type სისტემა აქვს, რომელიც კიდე ცალკე ისამყაროა ასე ვთქვათ რა, ანუ ამ type სისტემაში შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც გამოხდა. ხა როგორც აი თქვა PureScript-ში, ბოდიში TypeScript-ში თქვა, ხო ვიღაცა Doom-ი რო დაწერა, თქვა type-ებში, ხო? ანუ type სისტემაში შეიძლება you can compute anything that can be computed. ხო, it's Turing complete language basically. It's a programming language. ხო, ანუ therefore fully sufficient. You can do anything you can do in any other programming language. და ანუ Haskell type სისტემით ასევე მოქნილია საკმაოდ და
ანუ ის community რომელიც იქ არსებობს they goes farther in the types than average say C# or TypeScript developer including me ხო would do რა probably ანუ იმიტომ რომ უფრო სხვანაირად აზროვნებენ ანუ სხვა background-დან მოდიან იქ მათემატიკური იმიდან რაღაცა კრიპტოგრაფია ისა და ანუ ეგეთ სამყაროში ანუ ეგ ნაკლებს უფრო efficiently ალბათ აკეთებენ რაღაცებს ხო ანუ უფრო მეტი გარანტიები გაქვს თქვა რომ რაღაცა runtime-ში არ გაასწრებს ანუ რეალურად Haskell-ში თუ არ იყენებ რაღაც unsafe რაღაცებს ხო ერთ-ერთი რაც შეიძლება მოხდეს არის რომ შეიძლება infinite loop-ი ქონდეს და ანუ მაგიტო რომ გაუშვი პროგრამას არაფერი არ მოხდეს მაგრამ თუ infinite loop-ი იცი რომ არ გაქვს ხო ანუ იცი რომ runtime exception-ები არ გექნება ხო ანუ ისეთი strong არის ხარ TypeScript-ში რაღაცა ეს რაღაცა სიტყვი უსაფრთხო ეგ არ ყოფილა სინამდვილეში რაღაცა და error-ია ხო ანუ მაგრამ ეგეთი რაღაც safety-ები გაქვს ანუ compile time-ში აქვს safety-ები ხო თუ ანუ ეს რო დაწერო რა შენ მაგალითად რა TypeScript-ში ეგეთი რამე არ არის რომ ეს გააკეთო ასე ანუ შეიძლება unsafe coercion იქნა აი function says რომ unsafe coerce ანუ იდეაში ენები რომლებთაც ეგეთი types ანუ ეგეთი secure safety აქვს ხო compile time-ში ანუ მაგას გიერორებიან რა compile time-ში ხო ანუ რაღაცა თქვა და რაღაცა თუ არის აი მაგალითად Rust-ი Swift-ი აი მაგალითად რო დაწერო generic-ის გამოყენებით რაღაცა ფუნქცია რაღაც ანუ generic argument-ი გვაქვს რაღაცა t ვიღებ რაღაც arguments რომელიც არის of type t და ვაბრუნებ t-ს ხო ეხლა JavaScript-ში მაგალითად შეიძლება თქვა ეგ დაწერო ეგეთი ფუნქცია C# -შიც და მე ახლა ეს type of-ი რა არის და რაღაცა ვიჩალე ხო ანუ ისე არ გაქვს მაგრამ ნუ Haskell-ში ვამბობ for all a and given a return a there is two implementations so one you just take it and return it which is makes sense or you like recursion გაქვს და never return bottoms basically how ხო ანუ მაგრამ თეორიულად ხა იქაც შეიძლება unsafe რაღაცებით ნახო runtime-ში რა არის მაგრამ it's like very like function ანუ ის სახელიც is unsafe და ალბათ ის packages რომელთაც მე რაღაცები შეიძლება ქნა it probably says unsafe ანუ ისეთი და like მე ვიღაცა რა დაგირებებს კეთოს რომ like bro what the fuck are you doing it's not gonna get merged unless like you really need it ან რაღაცა ისეც აკეთებ რა ხო და მე მაგაზე ვფიქრობ რომ ანუ ჩამკვდარი კი არ არის უბრალოდ ანუ ჩვენ ისეთ ანუ mainstream demand-ი რაც აქვს პროგრამისტზე ხო რაღაც საქართველოში ან თუნდაც რა სტარტაპებში remote-ად და საქართველოდანაც შეგვიძლია რომ აკეთო ხო ზოგადად მაგრამ იქაც ანუ ხო a business-უ does not make sense ხო ანუ შეიძლება ეხლა ჩემი მაგალითის რომ მოგიყვე ხა მე რატო დავანებე ხო თავი მაგას რა ანუ ესე იგი ერთი ჯობი ხო მქონდა ეს მე მეორე ანუ მუშაობდი მე subatical-ი ავიღე დავისვენ ერთი 10 თვის რაღაც იმიაში მე 12 კლასიდან მუშაობდი ძირითადად დავისვენებ რა ეხლა ხათმაც არა დავისვენე და მე უკვე რომ მომინდა ახლა ჯობის მოზებნა, ანუ რეალ რა სიტუაცია იყო რა, რომ რეალ remote and pure script ეგ უკვე უპატარეს ესეთი გაქვს რა. ანუ ხელზე რომ ჩამოთვლი ეგეთი ესეთი გაქვს რეალურად. ანუ ერთი იყო სადაც მუშაობდი თქვა Slamdata, კიდე იყო FOMI სადაც მე მუშაობდი მაგის მერე, კიდე იყო ერთი რაღაცა თქვა, მაგრამ they were not remote but in US, კიდე ერთი იყო remote but US, მაგრამ they were kind of okay, რომ საქართველოსთან ყოფილიყავი თუ გადავიდოდი მე იქ, ანუ H1B-ში დავიწყდი, H1B-ის პროცესს დავიწყდით და ამ მაგას ფიქრობდი მაგ პერიოდში, მაგრამ მე pay შემოთავაზეს უფრო ნაკლები ვიდრე ისედაც ხონდა საქართველოში. ამიტომ არ მაწყობდა ეგ. ხო, ანუ ის მარტო LA-ში იყო ეს მესამე რას თქვი და კიდე ერთი იყო Hashura რო არის, აი GraphQL from Postgres. მაგრამ they have like Indoet-ში based არის, Indoet ყავთ CTO და and the interview with the Caradinos came out, they're like, we have location adjusted pay, it's gonna be very little. So I was like, no sense. As you rated, why should I take it? I'll just go find something better, which I did. That something else was not pure script. ანუ just არის სულ ამ ბევრი ოფშენი არ არის. ეგეც კი pure script-ი შეიძლება არც იყო დაჟე მგონი, რატო დაჟე იგი იყო მგონი just TypeScript-ი ალბათ დაჟე. აი გადავედი უკან რა. ხო და მაგრამ ბევრი ოფშენი არ იყო და მე ის მომენტი მქონდა სხვადასხვა რომ ხა ამ წელი რაღაც მამდე functional programming-ში რაღაცა სწავლობ, ვიყურებ თოქებს რაღაცა
ასობით ალბათ paper-ებს ვკითხულობდი რაღაც ასკელზე დაწერილი და იმ რაღაც functional data structure-ებზე და რამდენიმე paper-ში მადლობებში სექციაში ვარ ნახსენები და რა ქვია, ანუ მეთქი ხა როგორ გადავალ ისე უკან JavaScript და TypeScript-ით. ეს ფიქრები მქონდა მე, მაგრამ მე ერთხელ ჩაუჯექი ამ subvertical-ის დროს TypeScript-ს. ერთი რა არის ეს TypeScript-ი და ხალხი რო იყენებს ნახო, იქნებ კაი არის. გავხსენი დოკუმენტაცია, ჯერ ეს quick cookbook-ი რო არის 5 წუთიანი წავიკითხე, okay, makes sense. მე 10 წუთიანი, okay. მე okay. So what else do you got? რა ფიჩერები აქვს type სისტემას, TypeScript-ის და ჩაუჯექი მე თლიანი დოკუმენტაცია რაც აქვს საიზე, ყველაფერი წავიკითხე და okay, makes sense, okay. და ბევრი რაღაცეთი დავამუღამე რაც ხა მეგობრებმა რომლებიც ამას full time იყენენ არ იცოდნენ. ეს შენ background-ი ქონდა. ხო, იმიტომ რომ რეალურად ანუ PureScript-ში და მაგ სამყაროში type-ებით ანუ type level რაღაცებებს თუ ისე არგათ მესმოდა უკვე და просто ну გადმოვთარგმნე ის კონცეფტები, okay, ეს შეუძლია, ეს არ შეუძლია და მე ნეურო იღვიძებს, ხო იცი? I know kung fu, I get punch-ი გრძნობდი თავს, რა თქმა უნდა, TypeScript expert-ი ვარ straight up, რა. და ну მე რეალურადაც ანუ რეალურად იმ კონტებმა რაც ავარჯიშე ის არის დაგუსტო. ხო, ან პირდაპირ გავიჩნდე TypeScript wizard-ი რა. და ის როდესაც რელოკაციაზე მოხდი, ხო? ან რელოკაციის ჯობი იყო, ჯობ ოფერი იყო, ხო? ეგ კონკრეტული პროგრამაზის ლაპარაკობთ ხა. არა, არჩევდა. ანუ ჯერ სამაფში გადავწყვეტი რომ I'm not going for TypeScript რა. So. ეგ just შემოჩი ჩაუჯექი ან საყე ერთი რა. თუ რაღაცას to do application-ს ვაკეთებდი, უფრო და fancy-ს. და მაკვერში დავამუღამე ეგენი ხო და TypeScript-ი და ანუ მე TypeScript ჯობი მომძებნე. ხო და რეალურად ეგ და ანუ აღმოჩნდა რომ რეალურად ხა იქაც რომ დავიწყე რაღაცა, good pay რაღაცა, კაი თიმი იყო რაღაცა და იქაც მართლა TypeScript wizard-ი ვიყავი და TypeScript-ის კითხვები ვიყავი. თქვენ რაღაცა ეს ერორი რა არის და რაღაცა. უკვე იცოდ. ხო. ხო და ზეგან რის დამთავრება მინდოდა, ის ფუნქციონალური იდეები იდეაში მე გაიფანტა, რაც იქ აღზევდა იმ ენებში, რაღაც ზოგი რაღაცები გაიფანტა და სხვადასხვა ენებში რეალურად მაგებს ხედავთ დღეს. არის რაღაც ფიჩერები, purely functional პროგრამები ზუსტად ეგეთი არ არის, მაგრამ რაღაცეები აქვთ. ყველა თითქმის დღეს თანამედროვე ენას იმ რაღაც იდეებს, რაც მან დაიბადა, რაღაცებს იყენებენ რა. კი, რაღაცეები არის, ხო, რა map-ი და reduce და ეგეთები არის და ანუ რა თქვა ხა C#-ში უფრო თქვა და link-ი რაც არის ხა იქ რა ინტერფეისებზე ხო დაფუძნებული თქვა ეგ რო შეიძლება რაღაც შენი რაღაცა data structure გააკეთო, is mappable არის და იქენ რაღაცა link-ში რაღაცა გაიფო დაკეთო რაღაც ხო. ანუ რაღაც ეგ სულისკვეთებები არის ხა, იმიტომ რომ აი ownership-ის მაგალითად pure functional ფუნქციები რო წმინდა იყოს და რო შედის type-ი რო იმას ვერ შეცვლი immutability-ები. ეგ ყველაფერი linear typing თუ რაღაც ხო ის Rust-ის. ხო, ეგეც მომაკეთა extension-ი არის ეგ რა, dependently types რა. აი switch ანუ რაღაც იდეა მოვიდა მე სხვა ენებას მოეწონა და გადაიღეს და ხო და თან ასევე ის PureScript-ში რო პირველი ჯობი ეს რაც ქონდა ხა ანუ ესე იგი როგორ იყო რომ ეს CTO ვინც იყო he was also maintainer at some point and initially მე ნაკლებად სკალაში იყო უფრო ორი ფაუნდერი ყავდა ფილი და გერი და ნუ ფილი მაშინ მე როცა ვიყავი იქ არ მუშაობდა უკვე წამოსული იყო გერი იქ იყო კიდე ერთი კონტრიბუტორი PureScript-ის LSP-ს ასევე ერთად დავიწყეთ მან მუშაობა და კიდე ერთი აქტიური მეინტენერიც მან მუშაობდა ნუ რეალურად ყველა იყო PureScript-ის მეინტენერი მან დამუშავარი რა თავიდან ის core ტიპები იყვნენ და ეხა იქ რაღაცა ანუ ცოტი იქ პრელუდი რაც ჰქონდა ამ PureScript-ს ეხა იქ რაღაცები შეიძლება აკლდა თქვა რაღაც და ანუ ხა I was encouraged რომ like go on like open pull request და რაღაც და რავი მაგ PureScript-ის PR-ები ან თანდითანის პროდუქტის open source-ი იყო და ის library-ები და რაღაცები მუშაობდი და ყველაფერი ხა devs ასობით pull request-ი არის სხვა სადაც PureScript-ზე რაღაცებს ვაკეთებ და რაღაც PureScript-ის prelude-ში რაღაცები ემატება და ასე შემდეგ რა Prelude არის library ხო ჩვეულებრივი. ხო, ანუ Prelude ესე არა აქვს ესე Prelude PureScript-ს. ნუ რაღაცა Prelude აქვს, მაგრამ ძირითადად რაღაც core library-ები არის GitHub-ზე PureScript-ის ქვეშ. ხო. რაც არის თქვა და official maybe implementation და მე რაღაცა ის Prelude-ის თქვა იყენებს მაგას, ნუ რაღაცები არიან ესე ფლატ ესე Prelude, გონი ესე ცალკე ერთი პაკეტი შეიძლება არც იყოს რა, მაგრამ ის core library-ები რაც არის PureScript-ის მაგეებში და ნუ კიდე contrib რაღაცეებში და რაღაც PureScript-ის რაღაცა test runner-ში რაღაცებს ვაკეთებდი და და შემდეგ. ანუ მაგრამ ანუ საკმაოდ აქტიური ვიყავი, ანუ PureScript-ის open source community-ში და მე მეორე კომპანიაც open source იყო, ეს blockchain კომპანია იყო და იქაც
ბიუროკრატიის მიმართულებით, რაღაცეები open source-ები ქონდა იქაც ასე თუ ისე, მაგ მიმართულებით ვიყავი და სხვადასხვა იდეაში open source-ით და open source-ში რაღაცების კეთებით აღმოჩნდი ხო მანდაც და ეგეც საინტერესო არის ზოგადად რა, მე ადრე რომ დავიწყე პროგრამირება, აი სუპერ ერთ-ერთი მეორე ჯობი რაც ქონა აზრში მუშაობდი და მაშინ iOS-ზე მუშაობდი და იქ iOS-ზე რაღაც იქ საკუთარ UI კომპონენტების ლაიბრერიები არის რა, ბევრი და რაცებს რო ნახულობდი და რო ვიყენებდი ხოლმე, თქო რაღაცა ბაგი რო ქონია, აი ვთქვათ, ავდგებოდი, ნახავდი რატო არის ბაგი, რატო არ მუშაობს, გავფიქსავდი რა, გავხსნდი pull request და ასე რაღაც ადრიდანვე დავიწყე ასე ვთქვათ contribution-ები რაღაც open source library-ებს და jQuery-ის ეს მაგახსენდი pull request-ი, მაგრამ მე მთხოვეს რომ ეს კი კაია, მაშკარად ფიქსავს მგონი, მაგრამ ტესტი რო დაამატოთ, ახლა ტესტი მაშინ მეთქი what's that? ხოდა ნუ მე დავიკიდე პირი და რა გამიმერჯა, ვერ აღმოჩნდი მე თქვათ jQuery-ის კონტრიბუტორი, მაგრამ ანუ ეგ სულ მაქვს ახლა, აი რაღაცა რო არის თქვათ აი Go0-ზე თქვათ Pipe-ში რო ვიყავი, Go-ზე მუშაობდი და ხო, ანუ მაგალითად ახლა ანუ ეგ ისე მაქვს ეგ მომენტი, რა თქვა ახლა Go-ში თქვათ რაღაც რომელიღაცა ვერსიიდან recover-ს რო აკეთებ, ანუ თუ ანუ პანიკი რო გააკეთე და recover-ს რო აკეთებ, ანუ გონი რაღაც ნილი აღარ ბრუნდება, რაღაცა special ის ბრუნდება და ნუ კომენტარებში არ ეწერა, მაგრამ იქ ეწერა და ანუ კომენტარებში ყავს ასე თქვა error-ი. აუ კიდე მომშევდი, გავხსენი pull request-ი მეთქი ესე რაღაცა. ხო. Go-ს კონტრიბუტორიც ვარ. მაგრამ კომენტარებში რა მნიშვნელობა? ხო, მაგრამ სტილი და იქ რაღაც ერთი 5 რევიზია იყო იმ კომენტარის მე, მაგრამ ხო, მე 5 მაგასმა დაეფრუა მე და მე გაიმარჯვე და რაღაცანაირად რაღაცა ვარ იქ წერი ჩემს. ხო, ანუ იდეაში შეიძლება მაგალითი იყოს, რომ იმეს თუ რამის კონტრიბუცია არ არის საჭირო, რომ კოდში გააკეთოთ კონტრიბუცია, დოკუმენტაციაში რომ ბევრი შეცდომა იყოს. ხო, მეთოდი იყო, ანუ ნახე დოკუმენტაცია, რელიზი ნახე მაგალითი ვერსიის რა და იქ როგორც მუშაობდა, იქ კომენტარში არ იყო ეგ incorporated და საკმაოდ solid contribution. და ის არა ქვია, ახლა solid-ური ხმალი იქნება ალბათ, მაგრამ ნუ შეცდომა რაღაცა ვიღაცას recovery ნიშნავენ ის არის Go-ში თქვა, ხო, რაღაც web framework-ზე რომ მუშაობ, ან web service-ზე, რაღაც recovery გინგამაინს და კარგად რო იცოდე როგორ მუშაობს რა, ნიშნავენ ალბათ. ნუ კომენტარებში, ნუ ჩავამატე გარშ. ხო და ნუ მაგხრივ ანუ იმის გამომდინარე რომ რეალურად ანუ ის მომენტი არ მქონია ხოლმე რაღაც რო ეს რაღაც აქ ბაგი არის და всё რა. It's not given that it's okay. And James said, okay, there is an explanation. Maybe I can figure it out. Then if I figure it out, maybe I can fix it. Right. Functional programming შევაჯამოთ და გადავიდეთ სხვა საკითხზე. უნდა ის კითხო ხალხს აინტერესა. ვინც უყურებს ხამას, ვერ მიხვდება ხა მონადი და მოდი არ გინდა მონადი და ფუნქტორი. აი საინტერესო იდეები რა არის, აი functional programming-იდან, ხო? და აი ღირებული რაც თქვა მე იმის მე ვთქვა ვატყობ რომ აი გამომდგომია მაგალითად რა. ანუ ეგ რაღაც ეს ინტერფეისები რაც არის ზოგადად იცი რაში არის რატო არის საინტერესო რომ მე რაღაცა მონაცემ სტრუქტურას ვქვა თან რამე data structures ვაკეთებ library-თან რაღაცას ხო რომ ხედავ მაგ რაღაცებს მე ხვდები რომ აიცი რა ეხა მე რაღაცა random რაღაც function-ი რო და სახელი რო დავარქვა რაღაცა მეთოდს რომელიც აი კომენტარებში ნახავს აი რაღაც ამას აკეთებს ხო შეიძლება გიბის გოს რომ აიცი რა მონდა ეგ რაღაც random რაღაცა კი არა ad hoc სახელი კი არა კონკრეტ ad hoc მეთოდი კი არა მოიგონო შეიძლება დაინახო რომ ეს აი თქვა მონოიდი არის და appends რო append-ის რამე კი არა დაარქმე რაღაცა connect two strings together რაღაც ხო მე append-ი და კომენტარში იწვი რომ ეს საინი რომ იცი რომ ეს მონოიდია და append-ი არის ხა ვიღაცამ არ იცის რა თქმა უნდა მონოიდი რა არის მაგრამ იწვი რომ ეს append-ი არის ასოციატიური მაგალითში დაწერო აი append b append c ფრჩხილები ისე ასე ერთდაიგივეს უდრის მე ტესტშიც გამოიყენებ ამას რომ მიხდი ხო ანუ მაგხრივ ანუ სავარაუდოდ უფრო რაღაცის უფრო კარგ დიზაინამდე მივხვალ ასე ხო რაღაც API-ის ვიდრე ეგეთი რაღაცები რო არ იცი ანუ მაგხრივ ის რაღაცა პატერნები რაც ანუ hardcore-ას functional პროგრამერებმა და mathematics გამანდამ ვთქვათ Haskell-ში ჩამოწერეს ხო რაღაცებში რომ გამოგადგეს რომ ესო დაინახო უფრო კარგ დიზაინამდე მიხვდე უფრო useful რაღაც გააკეთო თორე რა თქმა უნდა საერთოდ არ იცოდე functional programming-ზე არაფერი სავსებით წარმატებული და კარგი პროგრამის შეიძლება იყოს ეს იყო მანდ ერთი მომენტი იყო ეგეც წეღანახსენეს ფოტოშორის კატეგორიების თეორემა რა ხო და მაგაზე კატეგორიების თეორემაზე თეორიაზე უბრალოდ სიღრმეებში ხარ ჩასული რამდენად დაგჭირდა თვითონ დეველოპმენტის სწავლა იმიტომ რომ რეალურად ეგ არის მე გადავხედე იმ აუზუსტად სახელი არ მახსოვს ავტორები ვინ არის კატეგორიების თეორემის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია რა ძალიან კლასიკად ითვლება რა ამოვანათებთ ვიდეოს პოულს მაგას
ხო და მე რაც გადავხედე ერთი შეხედვით და რაღაც არ გამიჩვევია რა pure მათემატიკაა ჩვეულებრივი რა კი ანუ არანაირად არ არის საჭირო არანაირად არ არის საჭირო ზოგადად ანუ ბევრი რაღაც არ არის თან რა კი ბატონო ანუ მithontes ახლა ანუ AI-ის და განმარტებები და უნდა იცოდე რა როგორ რას უნდა არ არის რეალურად ინტერპრეტირება შეგეძლოს ჩემი აზრით ანუ ასკალში სავარაუდოდ ანუ შეგვიძლია თუ ისე ეფექტური იყო რო არ გესმოდეს რა ესე ძალიან სიღრმისეულად უბრალოდ რომ მიიღო რა ეს მომადი ჩათვალე რა იდეაში მაგის მომადი სახსნა რაღაცა ისე ხდება რა ბურიტო და რაღაცები კაროჩე რა ძალიან რეალურად არ არის რაღაც სასწაული რა ანუ ინტერფეისი როცა იცი ადამიანმა რა თქო ჯენერიკი რა არის შეიძლება რომ გაგაგებინოს ადამიანმა რა მომადი ხო ინტერფეისი ჯენერიკი გეცოდინებათ ხო სავარაუდოდ ისე ხო და რეალურად ანუ ჩათვალე რომ ანუ ინტერფეისია ერთგვარი ხო ოღონდ ეს ინტერფეისი არ აღმოყოფილებს არამედ რაღაცა კონკრეტული ტიპი, ხო? არამედ ტიპი, რომელიც იღებს type arguments, რა, მაგალითად ანუ array of string-ი კი არ არის მონადი. ანუ array არის მონადი, მაგალითად, აი promise of რაღაცა number-ი კი არა, აი promise-ია რა. ვიხდი, ხო, ანუ promise real არის type-ი, ან array-იც ასევე არის type-ი, რომელიც იღებს type arguments, ხო? და ხოდ ამის მერე შეიძლება გქონდეს რაღაცა value mag ტიპის. ანუ ცალკე value of type array არ არსებობს ხო? იმიტომ რომ array of something არის. ნუ ხდება რაღაც JavaScript-ში you just have array, მაგრამ okay. Let's assume we have strongly type. ხო და ანუ იდეაში ესე იგი ანუ ეგეთი რაღაცეები მას შეიძლება დააკმაყოფილოს მონადური ინტერფეისი და ეს მონადური ინტერფეისი ამას ეგეთ რამეს რომ უნდა ქონდეს ორი რაღაცის საშუალება. ერთი რომ ნუ რამდენიმე არის ხა, მაგრამ ნუ ერთი რომ შეგძლოს რაღაც ნებისმიერი value, აი რაღაც number-ი, ანუ უცებ აღზევო ამ რაღაც სტრუქტურაში, ესე ვთქვათ, ხო? ანუ number-ი და გაგიხა array of number. ანუ just ერთ ელემენტიან ის რომ გაკეთო. promise-ის შემთხვევაში, ხო, promise და resolve. ანუ just resolve promise-ი და კამ value-ი. ერთი ეგია, მეორე კიდე რა იდეაში ორი ვარიანტი გაქვს. ან უნდა ქონდეს აი flat map-ი რაც არის თქვა array-ზე, ხო? ან map-ი და მერე რო flatten-დება. ან map-ის და flatten-ის კომპოზიცია. ან just flatten და map-ი, ცალკე. ან ერთი ან მეორე გაქვს. თუ გაქვს flat map-ი, you can define map, ხო? რო just აგეთებ maps და ის აღზევების ოპერაცია რაც არის, თქვა, ხო? რო just ერთ ელემენტი array-ის გაძლევს, მაგას დააკომპოზიციებ იმ f-თან რაც იღებს flat map-ი და we have defined map. და flatten-ი კიდე არის იდეაში just map-ი identity function-ით. ხო, ანუ flat map-ი რო identity გადასცე, just flatten-ით. ხო და მაგრამ ეხა აქ რა არის ამ flat map-ზე და ამ map-ზე და join-ზე რო იმოშვები, ხო, ანუ array-ით ფიქრობ, ხო? მაგრამ real array-ის გარდა ძალიან ბევრი სტრუქტურა შეიძლება ესეთი მსგავსი ინტერფეისი დააკმაყოფილოს და მაგალითად აი promise-ის შემთხვევაში flat map-ი, ხო? ანუ zen თქვა JavaScript-ში, ხო? იდეურად იგივე შევა. flat არა, მაგრამ ნუ concept it's kind of the same. Stream-ების შემთხვევაში RxJS-ის მსგავსი რაღაც გაქვს stream of numbers, აქ function-ი იღებს numbers და აბუნებს stream of strings and then you have stream of strings. ხო, რა შევა ეს? შეიძლება იდეაში მაგას შევა random implementation ქონდეს, მაგრამ ყველა იმ პირველი თქვა number-ი ვთქვით, ხო? ყველა number-ისთვის გაბუნებ რაღაცა stream of რაღაცებს და მე ამ რამდენჯერაც ემიტდება ის stream-ების გექნება და იმისგანაც მე join-ებს ყველას და ემიტებულ რაღაცებს, ხო? და ხა მუღამი რა არის, რომ აი რა, okay, აი ვიცით ხო, რომ okay, flat map-ი აქ ამას. So what, ხო? ანუ რა გვინდა ეს მონადი ვაფშე ცნება საერთოდ. აი მაგალითად რა გვინდა ეგა საკმაოდ საინტერესო. რომ აი მაგალითად Haskell-ში სინტაქსურ დონეზე, ანუ ცალკე არის ეგეთი do notation-ი ქვია, PureScript-შიც არის მსგავსი რაღაც do notation-ის მაგვარი რაღაცა. და ეგეთი ტიპი არის, რომ წარმოიდგინე, რომ ისე JavaScript-ში რო აქვს async await, ხო? Async await-ი მუშაობს მარტო promise-ზე. მაგრამ თეორიულად, ანუ თუ ამბობთ რომ async await რეალურად არის sugar-ი flat map-ზე. Okay. ნუ zen რაც არის, ხო? sugar ხო ხდება? ხო მოყვები, თუ არ მოყვები, თავის ხო არ დავხსნ. მაგალითად Python-ს ხო აქვს list comprehension რო არის. და შევა იქ? რაც შეიძლება თქვა რაღაც sugar-ი აქვს, რომ დაწეროთ თქვა a მძიმე, ანუ x მძიმე y-ი, მე ის არის from x-ის და ის არის from y-ის რა. ეგეც ტუპლი არ არის? არა, ანუ basically ანუ რაც მარტივად შეგვიძლია list comprehension, ანუ რომ
ყველა ამოიღე თქვა x-ების მასივიდან ყველა x ელემენტი, მე ამოიღე y-ების მასივიდან ყველა y ელემენტი და მაგათი თაფლი დააბრუნე და შედეგად იღებ array, სადაც გაქვს ამათი ყველა პერმუტაცია, ასე თქვა. ანუ link-შიც flat map-ით გააკეთებ link-ში, ხო რაღაც x-ის flat map რაღაც ამოიღე, მე flat map-ის და ხო და კონკრეტულად Python-ს აქვს special purpose სინტაქსური რაღაც ჩაქარი აქვს array-ზე ამ flat map-ის გამოყენების, ხო? რაც გარდი და რაღაცებიც აქვს კიდე იქ რომ ამოფილტრო თქვა. JavaScript-ს ხო, promise-ებიც აქვს სალკე სინტაქსური შუგერი იმენა ამ async await-ის სახით. რომელიც არის ასევე სინტაქსური შუგერი რეალურად ამ promise-ის flat map-ზე. Promise-ი task-ი. Task-ი ხო იყო ხო, მიხდი ხო, ანუ იგივე. ეხლა წარმოვიდგინე შენ რომ ანუ რატო ანუ ეს სინტაქსური შუგერი ზოგადად კარგი რაღაცაა. რაღაცა კლანკი რაღაც ბევრი ფრჩხილების წერა ვარ გიწევს ხო ეხლა ყველაფერს გააკეთებ რაღაც just function-ებით ხო, მაგრამ it's not easy to read ხო, ანუ რაღაც. ხო და ეხლა Haskell-ის დეველოპერებმა თქვეს რომ ანუ მოდი რა, ერთი სინტაქსური კონსტრუქცია აქვს რა do notation-ი, რომელიც მუშაობს ნებისმიერი სტრუქტურისთვის, რომელიც მონადის ინტერფეისს აკმაყოფილებს. და მე ანუ იგივენაირი notation-ით აღწერე ანუ აი flat map-ებს რო აკეთებ link-ში ან Python-ში list comprehensions რაც ქვია. ერთი notation-ი გაქვს async რაღაცა იგივე promise or task-ის მაგვარი კონსტრუქცია იყენებ, იქაც იგივე რაღაც ერთი გაქვს და therefore ხო ანუ it's more useful. It can work for any monad which you cannot even imagine today. მე შეხვალ რაღაცა ჩემი თქვა რაღაც კონკრეტული ბიზნეს რაღაცის რაღაც custom რაღაც embedded domain specific language რაღაცა გავაკეთე, რაღაცა structure მაქვს, რომელიც მონადურივით არის და მე საკაიფო ინტერფეისი გაქვს რა რაღაცა x-ი უდრის await რაღაც როგორ თქვა ხო, მე y-ი უდრის await ეს და მე დააბრუნე რაღაცა. ხო, ვიდრე რომ რაღაც ის წერტილი zen რაღაც callback-ი და ასე მე ის კიდე callback-ი ხდები. ხო, უფრო მახინჯობაა ხა რეალურად რომ შეხედო რა, ის უფრო კაია, შუგერი. Sweet. ხო და ანუ რეალურად ანუ Haskell-ში მაგებს ანუ მაგიტო საინტერესო მაგხრი რომ ანუ ბევრი რაღაც ეგეთ საერთოს ხედავ დაინახეს იმოთ მე ხა მეც მაგედან ვისწავლე ხო უკვე აი task-ის array moment maybe a nullable structure-აც აი maybe ყოაზე ხარ either error-ი ან რაღაცა მაგ ორივესაც ხო აქვს რაღაცა then ხო რომელიც შენ then-ს რო წარი basically code happy path options ხო ან optional-ზე რაღაცა and then რა ქვია ხა რაინაში ძიგნელ ყველგან სხვა სახელი ექნება მაგრამ ერთი სახელი რო აქვს შეიძლება async await-ის ნაირი კოდი დაწერო ამ sugar-ის გამოყენებით და ის ყველა function-ი აბუნებდეს თქვათ ამ რაღაც either-ის ნაირი structure-ს ხო either-ებს აბუნებს რაღაც function-ი და წერო x-ი რაღაცა გამოძიხე აბუნებს either-ს და შენ გიწერე happy path-ი ლამა და აი promise-ებში როგორც აწერდი async await-ით მაგრამ რეალურად მუშაობს either-ს maybe-ს და იმას და ამაზეც რა და მაგ ხრივ ანუ საკმაოდ ანუ უფრო reusable რაღაცებს წერ და ასევე ანუ აი generic-ები მაგალითად TypeScript-ი რო აიღო ნუ რაღაც ხაკებით და ისეთი ხაკებით შეიძლება მიღწევა მაგრამ 99% of including myself would not do it ხო ალბათ C#-ზე ცავრო და დავიცი რამდენად არის ეგრე მაგრამ ეგეთი მცნება ნაკლებად არის რომ აი generic argument-ზე თქვა რომ ეს generic argument-ი კი არ არის კონკრეტული რაღაც ტიპი რომლის შესაბამისი value-ს არსებობს როგორც არის array of string. generic შეიძლება იყოს array. ანუ რაღაცა type-ი რომელიც იღებს type არა ანუ generic-ი არის რაღაც ტიპის რომელიც იღებს type arguments. ხო, ანუ შეიძლება შეხედო types როგორც functions, ხო? ანუ იღებს რაღაცა ერთ type arguments და გიგუნებს ისეთ types რომელიც არის უკვე აი concrete type რომელიც value-ს არსებობს, ხო? აი either type-ი რო აიღო თუ ორი generic argument-ი ანუ either იღებს or type argument, ანუ function of two arguments, ხო და აი ეს type-ი რომელიც იღებს კიდე types, ხო? ეგეთი ტიპებს ქვია, ანუ higher ranked types, ანუ rank-ი, თქვა რამდენი arguments იღებს და აი უკვე რომ არაფერს აღარ იღებს და უკვე რომ lowest rank-ის ტიპი, რომ მაგის value-ები არსებობს, ხო? You can write array of რაღაცა და ხო და generic-ი შეიძლება იყოს ეგეთი უფრო higher ranked generic-ები ქონდეს, ხო? თუ generic of something that takes a type argument. და ის ინტერფეისები შეიძლება მე ქონდეს ეგეთ რაღაცაზე რა. ანუ მონადის ინტერფეისი თვითონ განისაზღვრება აი ამ ისეთ ტიპზე, რომელიც იღებს type arguments. ხო და მაგიტო არ გამოდის ისე კარგად ეგეთი ტიპის პროგრამირება თქვათ რაღაც საშინელი type რაღაც ჰაკების გარეშე რომელიც რომ მოგინდეს რომ გაერკვე აი ისე იქნები ხო? გიჭირდება ალბათ. იმიტომ რომ
არ გაქვთ ეგეთი mainstream-ებში ეგეთი generic-ის support-ი რა generic-ი რაღაც ტიპი თუა that type there should be value of that type that's it რა you cannot have generic or higher level type რა ასე თქვა ხო და მაგრამ იქ ეგეთი ტიპის generic-ები you have like extra next level generic-ები გაქვს ასე თქვა და ანუ თქვა კოდს რო დაწერდი ჩაობრივ სხვა mainstream type თემებში you can write even more generic code ხო ანუ you can say რომ მე ეს კოდი მუშაობს ნებისმიერ მონადზე რა ხო და რაღაც იღებ რაღაც function-ებს რომელიც აბუნებ ნებისმიერ მონადში strings მიხვდი ანუ generic const და t of string-ი მიიღო არგუმენტად თქვა მიხვდი და აბუნებ t of რაღაცას ხო და შეიძლება მე თქვა რომ ეს t-ის კონსტ ეს capability-ები თქვა რომ იყოს მონადი შემოს რაღაცები ესეთი ისინი უქნა და რაღაც ისეთი კოდი შევადაწერე რომელიც მუშაობს თქვათ რეალური იმპლემენტაციისთვის და რაღაცა უსეფაი რაღაცა თქვათ in memory იმპლემენტაციათვისაც იმუშაობს რომელსაც მარტივ უცებ ააწობს და რაღაცა ჩალენჯი ნაკლები დაგჭირდეს. ან მაგ უფრო is overly generic which also makes it maybe harder to reasonable for some people, მაგრამ ზოგადად კოდი თუ არის ბევრ generic-ს ვიყენებ, ხო, ანუ ერთისთვის ესეවත් ცუდი იყოს, ხო, რა ის რაჯანება მოდის, I don't know what's the actual argument, რა, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაც generic-ის გამოყენებით რეალურად შენ ამცირებ შესაძლო იმპლემენტაციებს ამ function-ის, ხო, იმიტომ რომ რაღაც generic-ი თუა, ეხლა რაღაც introspection-ს თუ არ უკეთებ, you can't do anything except just pass around, ხო? ან ის რაღაც constraint-ებით რაც გაქვს საშუალება ის, ხო, თუ გაქვს რაღაც თუ monoid-ი არის, ორი არგუმენტი რომ იღებ, maybe you can concat them multiple times, ხო, რაღაც ეგეთი. ხო და მაქრო ეგ გაძლევს იმ საშუალებას, რომ უფრო generic და რაღაც reusable რაღაცები აკეთე. რაც, ну, ისეც შეიძლება, okay, it's not necessary per se, ხო, მაგრამ it's useful in certain areas. ანუ ეხლა მე პროსა იმდე დავანებე მაგ იმას, რომ ეხლა საქართველოსთან remote რომ მინდა და there is just not many options. მაგრამ ეხლა თქო ამერიკაში რო ცხოვრობდე, თქო სან-ფრანცისკოში, I would probably look out for those options რა. სან-ფრანცისკოზე დადგა ვახსენეთ. გადავიდეთ. შენ ძირითადად მუშაობ ანუ თვითონ American based company-ში. ხო, წინაც იყო იმის წინასწარ. ან ლიდიაში ძალიან ბევრს აინტერესებს, როგორ შეიძლება საქართველოსთან იდეაში მოხვედრა, ანუ რა ხაზზე გავიდნენ. ძირითადი ტიპები ვინც არიან, ეგრე არიან ხოლმე, რაც middleware კომპანია არის. ხო, შუამავლებით და სამაგათთან უკრაინის ომი გახდა და მოხდებოდა თავარი ეს რაცა ბენჩი იყო უკრაინაში და ეს შეძ უკრაინით ხდებოდნენ ამერიკაში. შენ ხარ პირდაპირ ამერიკაში. კი. მაგაზე თუ შეგიძლია, არ ვიცი, ხე მივიცი რომ შენ ხარ დიდად networking-ით ხარ, ანუ ხო networking-ი უნდა გქონდეს. მაგრამ რამე კიდე სხვა საშუალებები ხო არის, მაგალითად, რაც შეგიძლია ხალხს ურჩიო, რომ აი შენ შეგიძლია ამერიკის ბაზაზე მოხვდე ამა და ამით. ხო, ანუ ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ ეს ყველაფერი რაღაც ისეთნაირად მიეწყო, რომ რაღაც დოზის networking რაღაც open source-ით დაიწყო რეალურად, ანუ იდეაში პირველი full time remote იყო ეგ, მანამდე shift-ში რომ მუშაობდი, ის semi remote იყო, ანუ საქართველოში გქონდა თიმი და სან-ფრანცისკოშიც და hackathon-ი დაასპონსორეს, მაქედან გავიცანი მაგათი მენეჯერი, რომელიც სან-ფრანცისკოში და აქაც დადიოდა ხოლმე და ასე გავიჩიტე მათ. მე რაღაც თოქი ვნახე ფიურსკრიპტზე ფოუმის ვიღაც ტიპის მივწერე რაღაცა და მე მასე მან მოხდი მაგის მე უკვე ჩაუბრუნდი job search-ს ვადარებდი ხოლმე იდეაში ანუ რეალურად იმინა job search-ი ანუ ორჯერ კენი ეგეთი ერთი აი Slam Data-ს მე უკვე არაბოდეში ფოუმის მე უკვე რო TypeScript-ი რო გავვნახე რა okay it's good და რაღაცა მოდი ხა ნახოთ job-ი და ნუ მაშინ ესეთ network-ით არ მომიძებნია იდეაში, ну შემო network-ით რაღაცა იყო, რამე ინტერვიუები რაღაც, მაგრამ ნუ საბოლოოდ სადაც დავიწყე, იმან just ითო მომწერა, იმიტომ რომ დავპოსტე, ну Hacker News-ზე არის ეგეთი thread-ი იდება ხოლმე ყოველ თვე, who wants to be hired, who is hiring. I wanted to be hired, so იქ დავპოსტე, რომ აი რაღაცა პატარა ბლოგი შენზე რაღაც ერთი აბზაცი რაღაცა ლინკი რეზიუმეზე. და who is hiring-ში კომპანიები წერენ, we are hiring this role რაღაცა და იქაც ძირითადად როგორი პოსტები იცი, ანუ ისეთი ანუ აი dead ჯობები როდეს ხოლმე რა, რაღაც მილიონი ჯობი როდეს ვქოთ რავი რაღაცა, არ ვიცი რავი რაღაც bro, Google-ს, ხო ანუ იქ რამდენი ანუ actually if somebody is even hiring for that role, you don't really know, ხო ანუ თეორიულად they just ხო ანუ რაღაცები devs რა. ან ძალიან ძველია, ხო. ან ძველი შეიძლება არც იყოს, მაგრამ ანუ ზოგადად HR-ი შეიძლება მაინც დებდეს რაღაცებს, რომ ეგ ილუზია იყოს, რომ they are hiring, maybe they are not really hiring, you don't really know, ხო.
it just looks good maybe for people who work there. Oh, we are hiring, but oops, actually we are hiring, but where is the guy? You don't really know, რა, მაგრამ ხა იქ ზეითად ამ ტიპები ვინ ის არის hiring manager, ან შეიძლება CEO წერდა CTO, ან რაღაც CTO, ან win actually is decision maker, those people post there, oh, we are hiring, რა, ანუ it's like the most fresh basically და most likely რომ იქაც წერს ახლა თქვა რაღაცა Google-ის ვიღაცა შეიძლება წერს რა ჩვენც ვეძებთ, მაგრამ შეიძლება იქაც იყოს რაღაცა ბოტის პონჩი, მაგრამ ძირითადი ნაწილი უფრო ისეთი იყო ხოლმე აქტიური და ხა იქ ყველაფერზე არის ყველა Haskell-ი ჯობებიც იყო ხოლმე 1-2 და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ იქ ნახულობდი ხოლმე, ჩაუჯდებოდი ხოლმე თვის დასაწყისში, პირველ სამუშაო დღეს იდება და მივყავდი ხოლმე და ვაგზავნიდი რა ყველგან რა. იქაც პოსტავდი და რამდენიმე დამიკავშირდა მე რან ძირითადად მე უკავშირდებოდი ვიღაცებს და ანუ ჩაობრი, ანუ ინტერვიუები მქონდა ხოლმე და მაგ ინტერვიუების შედეგად რაც გამოდიოდა ეგ იყო ხოლმე რა. ანუ ერთხელ იყო ეგ რაღაც ერთი 100-ზე მეტი ის გავაგზავნე და 100 რაღაც ალბათ რა. შეიძლება 100, არ მახსოვს ზუსტად. და ანუ მე რამდენიმე სულ რა 3-4 ოფერი მქონდა ბოლოს რა, ანუ ხა ძალიან 1000-ობით ოფერი მქონია. ან მაინც ზოგადად remote-ად რო ხარ უფრო ნაკლებად გასახობ ხოლმე უკან რა, ხა როგორც წესი უფრო ისეთია რა, sketch-ი ან sketch-ი შევა ნაკლებად, მაგრამ უფრო ნაკლებად არის ხოლმე. ან შეიძლება just pay არის ძალიან დაბალი ან რაღაც და მაგიტომ მე მეც არ ამწოდეს. ხო და იგი ხომ იდეაში საკმაოდ გამომადგამად სტეფან პარუნაშვილის dev job search title dev რო არის ჩამანდეთ ეგ ამოვიდეს ხო იქ და იგი ასეობს ხა? კი, ხო, რა არის საიტი ჩაობრო შედიხარ devs ვიდეო. და ისიც ძალიან კაი ვიდეოა ჩამოყვანილი რო გყავდათ. ხო, მაგაზეც ვიდეო. ეგეც შეგვიძლია დავმკოთ საკმაოდ კაი რჩევები მომცა მაშინაც ესაუბრებას და არჩევები მომცა მაგამში როგორ უნდა ისაუბრო ამ ინტერვიუზე რა, იმიტომ ინტერვიუზე რეალურად ერთი აი რა ესაუბრები ინტერვიუერს ხო რაღაც ოკეი მომიტყევი შენზე და რაღაც მაგრამ ერთებს გეკითხება ხო ეს ინტერვიუერმა რა იყო ყველა და საინტერესო პროექტი და სიმუშავა და შენ რა იტყვი რაღაცა სისულელეს ან ხო ან რაღაცა რავი ყველაფერი საინტერესო არას ვაკეთებ ან რაღაცა ეგეც ხო ანუ ისმის რომ არაფერი არ არის შენთვის საინტერესო ხო რო გიტყვი რა ეს იყო ანუ მართლა ანუ იდეაში შეიძლება ხა მომზადო ამისთვის რო რაღაც მაგრამ მე რო მომზადებ ფიქრობ ხო აი რა იყო მართლა საინტერესო ჩვენთვის ხო ანუ აი იყო ყველაზე challenging და რო კითხავს მე რა ამაშება რა იყო ყველაზე რთული ან რატო იყო საინტერესო ხო ანუ იგი ანუ ჩაგეძიება და მაგითი რეალურად როგორც მეორე ხარეს ვინც არის ინტერვიუერი ანუ you are uncovering რომ ანუ რა როგორი ტიპია ეს რამდენად ჩვენი კომპანიის კულტურას ასე თქვა მოერგება ხო მაგალითად შეიძლება ერთი კომპანია იყოს სადაც აი ძალიან გაჩოთქილი არის ყველაფერი ტასკები აი ეს არის გასაკეთებული კონკრეტულად ყველაფერი წერია იჯის გარა დუით ხო ეგ კომპანიაში ვიღაც თუმცა იტყვის რომ მე აი მივასება აი რაღაც cutting edge რაღაცები აი unstructured რაღაცას რომ მომცემენ და ideate და რაღაცა figure out რაღაცები დავჰაკო რაღაც და გამოვიყვანო რაღაცა ხო ანუ ეგეთ ტიპი არ იქნება ეგეთ კომპანიაში შეფი ხო იმიტომ რომ იქ ეთქვა ეს უნდა გააკეთო ესე და всё ხო ან უფრო ესეთ რეალსებზე ზიხარ ან შეიძლება რაღაც კომპანია იყოს სადაც სტარტაპები უფრო ეგრე არის ასავარაუდოთ ჩემი გამოცდილებიდან მაინც რომ უფრო არაფერი არ არის ეგეთი მოცემული რა ანუ აი we just have an idea we kind of want this go figure it out ხო ანუ უნდა დაელაპარაკო მე იმ shareholder-ებს ასე თქვა ანუ founders ან რაღაც სხვა manager თუ ანუ ასე მოხდი რა გასაკეთებელი და ანუ შეუნდა ამოქაჩო ასე თქვა პირიდან რა ვიდრე რომ დაგიდიონ და ეს გააკეთე და ეხლა თუ შეტიბი ხარ რომ შენ იტყვი რომ მე მუშაობდი ბანკში და მე ვასება რომ ეს ყველაფერი ესე ჩალაგებულია და ძალიან მაგრამ ხო ანუ არა იყო, მაგრამ კარგიც არის, იმიტომ რომ იქ რა გიყვანო მე გამოგიშვებენ სამთვეში, გამომიწევ შენ ეს ერთი თვე ინტერვიუში დაკარგე, უარი უთხარი რაღაცა შეიძლება და ანუ is good რა, მაგრამ ანუ შენს მაგრამ ახლა მეორე სხვა თუ შენ ეგეთი ხარ, გაჩოთქილი გიყვარს ყველაფერი, ყველას მაგასენები და არავის არ უნდა ეგეთი, ხო, მაშინ მე ვიგარა figure out what you guys change რა. შეიცვალო. ხო, გიცეს რომ შეიცვალო, თუ გინდა ეგეთი რაღაცა. ხო და მაგ ხრი ანუ იდეა შეგაა რომ ანუ ზოგადად ეგეთი ინტერვიუები ხოლმე ხა რაც ხონია მაგ ინტერვიუინგების დროს არის რომ გასწავლეთი ხასიათის პირველი ალბათ ფაუნდერთან ალგორითმები არ ქონია? ალგორითმები კი როგორ არ აი ხა მაგათ სადაც მუშაობ მან აქ ალგორითმები არ მქონია რეალურად რა live coding უფრო არ იყო live coding just take home იყო აგეთე ეგ take home AI you can use AI no problem მაგრამ მანაც როგორ არის ხარ ანუ იდეაში
ეგეთი რაღაცები როგორ ზოგადად ანუ ცოტა trust-ზეც არის რა რაღაც მომენტში. დღეს ხო take home-ი ძალიან რთულია ხო? როგორ? ვალიდაცია გავუკეთოთ. ხო, მაგრამ take home-ს ვალიდაცია გავუკეთოთ. იცი რა არის? ანუ თეორიულად ახლა რაღაც take home ახლა ძალიან მარტივი თუ არ არის, სხვა ისეთი take home-ი როა, რომელიც აი unstructured და you can do anything. ახლა ჩვენ take home-ი რაც იყო, მაგალითად იყო თქვა თუ რაღაცა code base გაძლევთ, რომელიც აი თქვა survey builder-ი. Okay. და okay, it's like probably AI generated code maybe even. და now make it production ready, ხო? ანუ then it's about like what are you going ანუ ხა ძალიან უცბად ლაპარაკობ ხო? შემატყობინეთ ხო? ანუ მან უკვე იმაზე არის. ძალიან ცუდ კომენტარებს დაგიწერე. მინდა წინას დაგიწერე. ყავს ჩვენ ერთი სამი ადამიანი რომელიც ქართული შემოდის ყველა ვიდეოზე არის ქართული. ხო, ანუ მოგეთ რა არის, ანუ თქვათ, ანუ რა შევა გააკეთე, ხო? შენ იმის მიხედვით შენთვის რა არის, თქვათ, მნიშვნელოვანი, თქვათ, ხო? Production ready რას ნიშნავს შენთვის? ხო, რას მიაგებოდ რაღაც loading-ები იყოს, error handling-ი იყოს, რაღაც interaction-ი იყოს უკეთესი, ხო? ანუ რაღაც limited რო გაქვს ხო რაღაც ერთი დღე შენ უნდა მოიწერო თქვა ხო სიტუაციაზე ხა შეიძლება ანუ და ანუ რას მიაქს ყველას რას რატო გააკეთებ მე ამაზე რო კითხავ ნაბა ეს რატო გააკეთე ხო ამაში ჩემი აზრით ხა თქვა თუ აი ხა აზე არა ხა არაფრის ხა მიდი AI გამიკეთე make it production ready is not probably going to work ხო I think რომ ის not going to work და ანუ კოდსაც შეეტყობა რა შეეტყობა უფრო ხო ალბათ იმუშავებს და მე რო გაგისაუბრებინა აბა რომ აი მოგვიყევი თქვა მანჩახი რა რატო გადაწყვიტე რაღაცა ანუ თუ ძალიან ეს აი everything is interesting for me ხო აი ეგეთი პასუხი თუ გაქვს ხო აი ეგრე მიხვდები მაგაზე ეგრე ხდები ხო და ანუ მაგ ხრივ ეგეთი ის იყო ეხა აქ ესაც ვარ რა take home იქონა ხა ზოგადად ერთი ინტერვიუ იყო ანუ არა ის ზოგადი ფაუნდერებთან ზოგადი პროდუქტი რა არის ვინ ვარ ჩვენ ვიხარ შენ ეგეთი ინტერვიუს გარდა კიდე ქონა ასე ვთქვათ უფრო system design ტიპის ინტერვიუ რა system design ინტერვიუები ზოგადად ეხა ადრე ანუ ასე არ ვიცოდი ისე და მაგისთვის უნდა მოიმზადო ადამიანი რა ცოტა ისეთ კომპანიებში თუ გაქვს ინტერვიუ სავარაუდოდ შეხვდება if you ანუ თუ მართლა job hunt-ზე მიდიხარ და ეხა ერთი თუ უნდა ვაკეთო job search-ი ეგეც უნდა მოიმზადო მაგისთვის და მაგისთვის მე უწევ რეკომენდაციას ეგეთი YouTube-ის ჩანელია System Design Fight Club. სადაც ვიღაც ტიპი ხო ტიპი რა თქმა უნდა ის სიტუაციაზე რა Slack-ის System Design ინტერვიუ, ყოდა System Design ინტერვიუ და გითხესო, მოდი ავაშენოთ Slack-ი. ანუ მოდი რაღაცა Messenger-ი გავაკეთოთ რაღაცა ან YouTube-ი ან Twitter-ი რა ეგეთი ტიპის common question-ები რაც არის ასე ვთქვათ, მაგებს ვთქვათ, ხსნის რომ როგორ გააკეთებდი ამ system design-ის ამ აგეთი სისტემის, რომ იყოს scalable, ხო? ანუ მან pointer how to make ეგეთი რაღაცა that scales. და რა ასკაცე რომ მუშაობს მარტო, ხო? და ნუ მან ეხა ეგ ბევრი რაღაცა რას მატყობიან, მე ვთქვათ front-end-ს ვაკეთებდი, მე back-end-ზე მუშაობდი, მან ეხა iOS რაღაცების არის და ეხა system design-ზე ესე როგორც ასეთი რომ აი რაღაცა გლიჯავდა მაგაზე მიმუშავა თქო, არა, მაგრამ ზოგადად მან ნიშნავენ რა არის რომ დაახლოებით გესმის რა ანუ ეგ high level რა არის და მე რო გეტყვი ახლა შევაშენოთ მეტი ხანი დაგჭირდეს ვიდრე ვიღაცა ვის რა AWS certified system რაღაცა არქიტექტი არის ხო მაგრამ you can probably figure it out ხო ანუ ზოგადად მაინც გესმის და იცი კემალზე არზი ხო ანუ ეს просто რავი აი web server-ს დავწერ PHP-ში რავი რაღაცა იმას ავაწყობ და გავუშვებ next-ზე გავაკეთებ და რავი ავტომატურად სკეილდება ხო ანუ მარტო ეგ ყველაფერზე არ არის ხო საკმარისი და ეხლა მანდაც ნუ დაახლოებით ეხლა იმის მიხედვით რამდენი როგორი ბექგრაუნდი გაქვს ჩანს რა ეხლა რამდენად strong ხარ მაგაში თქვა რაზე გამახვილებ ყურადღებას და მეორე მხრიდან რა შეხედვა system design ინტერვიუს რო ატარებდე ხო იქაც ხა რო ატყობ რომ ადამიანი ეხლა რაღაც დაახლოებით system design რაღაც ესე გააკეთა ხო ეხლა და ხა რეზიუმეში არ უწერია რაღაცა AWS-ის რაღაცა DevOps ტიპი არის ხო რაღაც ეგეთი როჟა ანუ არ ჩაეძიები მაგას ჩაეძიები თქვა მოდი აბა front-end-ს თქვა როგორ დააკეთე მაგის არქიტექტურას ან რაღაც იმას ანუ თქვა database-ის რაღაცა სქემა რა იქნება ეგეთი ამას კითხვა შეიძლება ხო და API როგორ გააკეთებდი აბა მოდი დავწერო თქვა API-ს აი rough sketch-ი რა და იქ რაღაც tool-ში რა გახსნი რაღაცა text notes და გაწერე რაღაცას და ანუ you can try to it doesn't have to be perfect რა ხო და ამაში უბრალოდ ჩანს რომ შენ როგორ აზროვნებ ანუ მარტო შენ იცი რომ აი კოდი დავწერე თუ ზოგადად ხედავ ყველაფერს ერთიანობაში შეიძლება დაინახო თუ არა სისტემა და რა ეგ არა და
ანუ ზოგადად ეგეთი ტიპის ინტერვიუები ხომ სისტემ დიზაინინგში რაღაცა იყოს ხო, რომ მოდი ვაფშე მოვიფიქროთ რაღაც პროდუქტი შეიძლება იყოს და მოდი მაგის სისტემ დიზაინი. ან შეიძლება პრობლემა გიგდეთ. პრობლემის დეფინიცია გითხარ და შემოგვაქვს თქვა ეს და მოდი ამით რა შეიძლება გავაკეთოთ და მოვიფიქროთ ეგ პროდუქტი თქვა. შეიძლება ზოგადად მო პროდუქტ ორიენტედ იყოს და მოდი მე ამის სისტემ დიზაინი გავაკეთოთ, ხო? ანუ მაგ ხო იდეაში გააჩნია კომპანია როგორია და რა ინტერესები აქვს, ანუ ისინი ცდილობენ რომ ისეთი ინტერვიუ იყოს, რომ დაახლოებით მიხვდე, რომ რამდენად ეს ადამიანი ჩვენთან იქნება პროდუქტიული რა და ეგ იმისთვის შეიძლება ტექნიკურად ძალიან კაი ტიპი იყო, მაგრამ იმაში ვერ ჯდება. ვერ ჯდება და გინდა იყოს ძალიან ისეთი აი ფოკუსირებული მუშაობა რაღაც ძალიან რთულ პრობლემაზე და ჩვენთან თქვა აიჯეს რავი, აი თქვა რაბიონ რელზე პეიჯებს ვამატებ და რაღაც კრადი გვაქვს და ანუ რაღაცა შოპია ონლაინ და შენი ბედნიერების ლეველი დაიკალებს. აი პროგრამისტი ხარ ხა მამან ჩვენც ხა მამან კაი პეიჯი ამ ჯობზე და რაღაც მაგრამ ნუ ხა ვერ იქნები ბედნიერი და არ ისორდება რა და წახვიდე მე რა რაღაც თავიდან მოუძებნო რაღაც. ხო რა ჩვენ დავხარჯოთ ონბორდინგში დრო რაღაცა კოდ ბეიზი აქვს თომა რა ვიცი იქნებ მე გადაკლავენ და წახვედი რაღაცა შენ დაიწყე ჩინეთში იგივე სტარტაპი ხო რა იქ რო არის Silicon Valley-ში სერიალში. ხო და მაგ ხო ანუ დაახლოებით ეგეთი სიტუაცია არის რა ამ სისტემ დიზაინის ამბავში. ზოგადად ეგრე ხმა ერთი თავიდან რაღაც ზოგადი ინტერვიუ ვინ ხარ ვინ ვართ მე შეიძლება სისტემ დიზაინი ან ალგორითმული რაღაცა როგორც წესი გააჩნია ხოლმე რა ეხა თქვა რაღაც კომპანიებში ალგორითმული რაღაცა ლაივ კოდინგი რაღაც არის ხოლმე თავიდან უბრალოდ რომ თუ ისეთი კომპანია რომ ძალიან თქვა ბევრი აეპლაიებს ხო ფიზიკურად ყოველას უნდა ჩავთვალოთ ამოцხრილოთ 90% რაღაცა თქვა აი conveyors game of life რო არის ხო იცი რაღაც ის ნეიბორებში 3-ზე თუ აკვდები 3-ზე დაკლებით თუ ცოცხლდები აი მაგას ვინც ვერ დაწერსო გამორიცხოთ და ვინ დაწერს ეგ მაგათ ჩავწეროთ actual interview which is not that and that's just like to რო გამორიცხო ისა ხო და იდეაში ინტერვიუს რო აკეთებ ხო ესეთი full time უჯდებ ინტერვიუებს ცოტათი ანუ რაღაც ალგორითმი ხა მე პირად უნივერსიტეტში რეალურად შემოგვი თქვა რომ ხა მე მაქვს დიპლომი დავამთავრე GPA იქიდან ალასანიაში პირველ წელს რომ მივხვდი ჩემთვის ეს არ იყო გადავედი GPA-ში და დაუსწრებელზე დადიხარ რომ ეგრე დავამთავრე 2.01 GPA-ით minimum effort-ით რომ მივიღო დიპლომი. I have a diploma. That's the only thing I have from it, რა basically. ეხა ანუ არაფერი არ მისწავლია ხო უნივერსიტეტში რა რაც ვისწავლე ყველაფერი ჩემით ისე მოსკანი რა ვისწავლე. ანუ ხა რა ონლაინ კურსები სხვა უნივერსიტეტის მაგრამ მესაც ვიარა იქ. ხო და ახლა ალგორითმები და ეგეთი რაღაცები რეალურად აი საიდან ვიცი რაღაცა იქ functional programming stack safe როგორ გავხატოთ რაღაცა იქ free მომანდები, free აპლიკატივები რაღაცები და ანუ მაგ functional programming community-ში რაღაცების ჭხილკედელაობით რაღაცები ხა stack safe როგორ იყოს რაღაცა და აი რაღაც ეგეთები ვიცოდი ხა მაგრამ გლიჯავთ ხო არა რა მედლები არ მაქვს უბრალოდ ხო და ეგეთი იმებზე არ მივლია არაფერზე რა და მაგრამ ნუ ეხა რაღაც რო ემზადებოდი ინტერვიუისთვის ჩაუჯექი რა ტოპ ტალიმეთი კაცო ლიდ კოდი რო არის და რაღაც ეხა ტოპ რაღაც 20-ის რო გააკეთო ხო ან თუ იცი გადაიმეორა თუ არ იცი და რო ისწავლო რა როგორ კეთდება და დაფიქრე და ნახო რაღაცა მასლს შეგიქმნს ხო აუცილებელი არის ეგ იმიტომ რომ ანუ წარმოვიდგინე მე შეიძლება რაღაც კარგი ინტერვიუ გაგეჩითო სხვა კარგ კომპანიაში რაღაცა სისულელის გამო დაფიქრე ეხა მაგალითად conveyors game of life რო ახსენე ერთ-ერთ ინტერვიუზე ნუ არ ვიყავ ისეთი აი თავიდან არ ხარ ისეთი sharp რა ანუ 1-5-10 ჯერო დაფიქრდები მე უკვე იმენა salesman-ი ვიტიჭდები ხოლმე რა და ეხა ეგ conveyors game of life დავაფეილე ხა ხო ანუ მაგრამ ნუ ეგრეა რა ანუ უსეფაი მომენტში ანუ თუ არ იყავ იმზადა რაღაცა ანუ ეგეთი რაღაცა გემართება ხო და ეგეთი რაღაც რო აირიდო ხო ანუ ის რაღაცა opportunity-ები რაც შენს იმაში მოდის რა რო არ გამაზო ხო მაგრამ მნიშვნელოვანია რომ დახარჯე ის რაღაცა 2 კვირა რა ეხა რეალურად რო გადმოხილო მაგრამ შენ ცხოვრებას ხო იქ 2 კვირა თუ ერთი თვე ამაზე რომ რაღაცა ერთი დღეში 2 საათი დაუს მაგრამ არაფერი არა ხო იმასთან შედარებით რომ რამდენად უფრო კაი რაღაც შეიძლება გეშოვა რა და მაგრამ ჯობია რომ დახარჯო რაღაცა ერთი თვე თუ რაც არის რომ აი რაღაც ტოპ რაღაც 20 50 რაღაცა გააკეთო სანამ შეგიძლია და თან ინტერვიუს რო იწყებ ეხა ეგეთი რთული რაღაცა და არც შეიძლება იყოს რა ხო იქ ყოველთვის უფრო მეტად რთულია ვიდრე ხო და თან ნუ რაღაცები ხარ უკვე რაც კომპანიის სპეციფიკიდან გავაბნევში რაღაცაოდეს მაგათი სპეციფიკური იყოს აი მაგალითად ერთ-ერთ ინტერვიუზე ინტერვიუ მქონდა ანუ API spec-ი open API spec-ი ხო ანუ არის რა სპეციფიკაცია რა ნიდიაში YAML-ში ან JSON-ში რაღაც ესეთი type-ი გაქვს basically დაწერა ამ რაღაც type-ისთვის რაღაცას რაც არის რეალურად API-ის აღწერა მე ადგილი და ამ API-ს აიმპლემენტირებ და ამ API-ს რო დაწერა ამ დოკუმენტს ხო API სპეციფიკაციას open API-ის Swagger-ს ეძახდნენ ადრე მე გადაერქვა
ოკეი, ანუ როგორ უნდა უზრუნველყო რომ მართლა აკმაყოფილებ ამას, ხო? როგორ და მოდი code generation tool იქონდეს, რომელიც ამას იღებს, გიგენერირებს ხო შენს favorite framework-ში და ენაში რაღაც ტაიპებს და იმებს ისე რომ მე ავტომატურად კმაყოფილდება ეგ, ხო? და რაც ეგ სტარტაპი იყო, stainless რაღაცა, stainless API თუ რაღაცა კონდიო ისიც იყენებს OpenAI. და მაგათთან ხოდა ინტერვიუ და ხა ზოგადად ანუ იდეაში იმდო გავაგზავნე მაგათთან იმ მომენტზე რომ ეგეთი თულებზე მე თუნდაც მიმუშავია რა მან სადაც მუშაობდი და საკმაოდ ისეთი საკაიფო იქონა გაკეთებული მეც ეგეთი და ინტერვიუზე მქონდა რომ აი ოკეი მოდი დავწეროთ რაღაცა აი თქვა და JSON სქემა იცით ხო რა ხო და ანუ JSON სქემა შეიძლება აღწერო რაღაცა arbitrary JSON values type-ი რა და ნუ JSON სქემას ასევე იყენებ ამ OpenAPI საშუალებით რომ API სპეციფიკაცია დაწერო ხო და ინტერვიუზე თქვა თუ რა დავწეროთ function-ი რომელიც იღებს რაღაცა თქვა JSON სქემას მაგვარ ოღონდ პატარა subsets და იღებს რაღაცა values და აბრუნებს რომ აკმაყოფილებს თუ არა ამას ახლა ეგეთი რაღაც მაგ დაწერილი და ანუ თვალდახუჭულს დაუწერე თვალდახუჭული დაუწერე რა ანუ მიწკავ და ანუ ხა მან დაიმთხვა რომ ისეთი ტიპის ანუ ისეთი მე რა ინტერესებიც ქონდა ისეთი ტიპის კომპანიაში გავაგზავნე რას აკეთებ ეგეთი რომ გაკეთებული და ინტერვიუს ხომაც მაგ დომეინის სპეციფიკური ასევე ხო JSON სქემას validate-ი რომ დაწერო ხო და მაგას რა პრობლემებიც აქვს ანუ ეხა ეგ ინტერვიუ ანუ საკაიფოდ გავიარე ძალიან ხო მაგალითად რა მაგრამ ეხა ზოგან შეფაყოს რომ ზოგადი რაღაც იყოს ეხა მაგალითად აი კურსორში მქონდა ინტერვიუ ეხა იქ ისეთი რაღაცები იყო რომ აი კურსორში და იქი მოყევი მაგრამ ხო ანუ ისეთი კითხვები იყო რომ ეხა ანუ დიდად ამე კავშირში კურსორთან ნუ არა პიცში იყო რა ვადრაგებ მაგრამ ანუ რაღაცები ისეთი იყო რა აი მაგალითად აი ერთ-ერთი ბოლო კოდინგ ინტერვიუ იყო რა რაღაცა თქვა value იყო აი Jupyter notebook-ში იყო ასე თქვა ეს ინტერვიუ რომ ერთი кайხანი მაგის დასატაპება დამჭირდა იქ და რაღაც კოდ value არის რომელიც რაღაც gibberish ანუ რაღაცა random რაღაცები წერია თქვა და მე რქოვით არის function-ი რომელმაც ეგ value დააბრუნა და უნდა მიხვდა რა იყო ამ function-ის input-ი ანუ ეს function-ის ნუ გავყოუკნიდან რა ასე და reverse უნდა ხო reverse engineering გავუკეთო რა function-ის inverse-ი რო დაწერო ანუ output-ი იცი რა ამ function-ს body იცი ხო body-ს ხედავ და input-ი არის input-ი უნდა მიხვდა მაგრამ ეხლა ეს იქ შეიძლება იყოს როგორი რაღაც იცი რომ input-ი რომ მოვიდა თქვა რაღაცა მოდულო რო გამოიყენოს თქვა რა და რაღაც მოდულოთი ამოიღო თქვა ყოველი მეხუთე ელემენტი ხო და რაღაც ისეთი არის რომ ერთ-ერთში არ გადადის რა ანუ მიიღებ ბევრ შესაძლო inputs იდეაში ზუსტი input-ი უნდა გეთქვა და დაახლოებით რა აი ეს ზუსტი უნდა გეთქვა მაგრამ ზუსტი input-ი უნდა გეთქვა რომ მე რო ნახავდი იმ input-ებიდან მარტო ერთი არის რაც ინგლისური ტექსტი არის ხო და ეხლა რაღაცა ისეთი უცნაური იყო რომ ეხლა თან ის Jupyter-ი უნდა დამესწრებებიან და რაღაცა გააკეთე ანუ ეხლა ანუ 1-4 წელი იყო ეგეთი ეხლა რაღაც რამდენიმე გავაკეთე მარტივი ეხლა ყველა ვერ გავაკეთე თქვა რა მაგიდან ხო და მაგ ხრივ ანუ ცოტა ისეთი იყო რა ანუ უცხო იყო და ესე უცებ ვერ ვადაპტირდი ასე თქვა თან ისეთი გარემოში ხარ რო ყოფილიყო რომ აი რა JavaScript-ში წერდი PHP მარტივად და რაღაც loop-ში გაქოდი watcher-ში გაშვებული თქვა და ტესტის სახით და რაღაც უფრო პროდუქციულ რაშიც ვარ ეგეთში რო ყოფილიყო შეიძლება უფრო იმას მეკრა რა რომ თან ახლობ რა ხდება და ეხა იქ რაღაცა ისეთი არც იცოდი უცხო იყო ხო რაღაცა თქოს napkin 0 წერდი რა რაღაცა ეგეთი ისა მოგწეს ოფერი არა დავაფეილე კიდე ერთი იყო ეს საინტერესო ანუ მაგათ აქვს რაღაც ეგეთი რაც გაკეთებული ანუ JSX-ის საშუალებით აღწერ prompts და რეალურად node-ები რაც გაქვს ამ JSX-ის რას კომპონენტებს რაც აიგენია expose-ებენ შეიძლება აღწერო ასე priority და importance ამ რაღაც sub structure-ის ზოგად output-ში რა და მე შეიძლება რომ იმის მიხედვით შენ თქვა context window რამდენი გაქვს ამ რაღაც structure-ით რო აქვს აღწერილი რაღაცა context window რო გაქვს ამდენი ისეთნაირად დააკომპილირებ ამას რომ ის context window გამოიყენო რამდენადაც შეიძლება რა ან თუ პატარა არის თქვა ყველაზე important რაღაცებს ამოიღებ ასე თქვა რა ხო და ეგ სხვა შორის ხო და საკმაოდ ახლოს არის functional programming-ის laziness-თან რა იმითი რომ functional programming-ში ანუ როგორ აცებს ცდილობ თქვა რომ ანუ აი წარმოიდგინე აი თქვა ფოტოების library-ის რო გააკეთო ოღონდ პიქსელებით კი არა, მოდი ვექტორული რო იყოს, ხო? ანუ ვექტორული რაღაცა უფრო ან lazy-ია, ხო? Infinitely precise შეიძლება გქონდეს, რამდენადაც გინდა და precision-ს წყვიტავ ბოლოს რა.
მიხდი ხო ანუ ვიდრე რომ რა პიქსელებზე რო იმუშაო პიქსელებზე it's given precision მოსწავლია ხო აი თქვა infinite გენერატორებით ხონდეს თქვა რიცხვების რაღაც გენერატორი ანუ you have infinite number of natural რიცხვების მაგალითად და რამდენსაც გინდა იღებ იქიდან ხო ახლავით ეგეც laziness-ი აქედან მოდის ხო და აქაც დაახლოებით ეგეთი ის იყო რომ you define maximum precision-ით რაც გინდა რომ იყოს კონტექსტში და მე რაც მაგა კონტექსტის ვინდაო you just collapse it რა compress it after the fact which makes it რომ ანუ უფრო კარგად შეიძლება გამოხატო რას ნიშნავს შენი კონტექსტში რა გინდა რომ იყოს ხო და ამ რაღაც structure-ის რაღაცა ის რაც მე იღებს ამ structure-ს და აკომპილირებს ამ რაღაცა კონტექსტ ვინდოუს მიხედვით რაღაცა ეგეთი function-ები და მითხეს რომ ეხა ეს რაღაცა ეს node არის რაღაც complexity ამაზე big-o რაღაცა არის თქვა კვადრატული make it linear რაღაცა ეგეთი ტიპის ხო რა ავასწრაფოთ ეხა რაღაცა ერთი ის გავაკეთე იდეაში ცოტა წამეხმარა რაღაც მაგრამ მე მითხე რომ კაი ეს კი კაიაო მაგრამ ეხა ის რაღაცა node ქონათ რომელიც რაღაცა inverse აკეთებდა და ეხა იქო აი მაგ შემთხვევაში არა ისევ ცუდი არისო და აი როგორ დაოპტიმიზირებ მე ხა ეგ ვერ დაოპტიმიზირებ ეგ თვითონ ის იმ ტიპთან ქონა ეს CEO-იც არა ეს რიჟავიჯი რა მაშინ გადაპარსული ქონათ ყოველას თმა ეგ რომელია კურსორი ეგეთი მოხდილი იყო მაშინ არა არ იყო მოხდილი ერთი აი 2 წლის წინ 3 წლის ისოდი გამოყენებული ქონდა არა გამოყენებული და მაგრამ ნუ საუნდით ქულ მეც მაშინ ID-ზე მუშაობდი Deep Channel-ში ისე სადაც მუშაობდა ხო და ნუ მაქრიონ ID რაღაცა საუნდით ქულ რა და ნუ არ გამოვიდა კიდე ერთი ინტერვიუ რაც იყო მაგ იყო რო მოიცათ ოფერი იქ უნდა ჩასულიყავი რელოკაცია. მაშინ მინდოდა რელოკაცია. ხო და კიდე ეგეთი ინტერვიუ იყო რაღაცა იქ მას კოდი იყო მაგათ code base-დან და ეხა აქ არისო რაღაცა ბაგიო რა და აბა რა არისო? აბა მარტივი იყო? არა ვერ ვიპო. რა ბოლოს მე არ ჩაუჯიქი? არ გითხრეს რა ბაგი იყო? არა მე კი მითხეს ეს არისო მაგრამ მე ეხა ვერ ვიპოვე. ანუ როგორი ბასახის ბაგი იყო? ანუ რაღაცა მითხეს ეხა არ მახსოვს ეხა 2 წლის წინ იყო მაგრამ ანუ ტაიპერორი არის ხო ის რაღაცა ბაგი ქონდათ რა. ლოგიკური. ხო რაღაცა. ნუ ეხა უსე ერთი შეხედვით ესე ვერ მივხვდი და მაქრო ისეთნაირად მიეწყო რა ეგ რაღაცეები ანუ ზოგი გავაკეთე ზოგი ვერა ანუ კი ყველა ინტერვიუ ჩამიტარეს მაგრამ ნუ საბავ დაფერა გამოვიდა რა. მაგრამ ხო მაგიტო ამბობ რა ანუ კარგად მომზადებული ჯობია იყო. კი. თან ხა კურსორი მაშინ უკვე იცოდნენ რა. 4 კაცი იყო რა. მაშინ უკვე იცოდნენ რა სახის კომპანია იქნებოდა. ნუ ეგრე რო ატარებ იმას. კაი. ძალიან საინტერესო იყო და სანამ ბოლოსკენ გადავალთ, რადგან ბოლოსკენ მივედით, ჩვენი კითხვა უნდა გისვათ სტანდარტული, რომ რაღაც რესურსები გაგვიზიარე, რაც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება თქვენ რომ წაიკითხონ, ან უყურონ, ან მოусმინონ რა, ნებისმიერ რაღაც და ან მოусმინონ. ჩვენ ამო. უფრო მოусმინონ მე ნაკითხვით, ნუ სადებს კითხავდი ხოლმე, წიგნები ნაკლებად. იდეაში, ანუ მე თავიდან აი რომ ჯგუფებს ვაკეთებდი და რაღაც ანუ და Twitter-ზეც რო ვიყავი აქტიური, ანუ ყველაფერს რაც უყურებდი ხოლმე functional programming-ზე paper-ები და სტატიები და ვიდეოები დამთავრებული, ყველაფერს tweet-ავდი ხოლმე და მე რაც რება მაქვს ხა tweet-ს ქვია, ანუ ჩემ GitHub-ზე. რაც XCM-ს და ძალიან ბევრი რაღაც თოქებია, მაგრამ ნუ გამოვარჩევდი ალბათ რამდენიმე სახელების ზეპირად არ მახსოვს უნდა ამოიღო ეს note-ი რა. მე დაგვილინგე ჩვენც. ხო. ნუ იდეაში ნუ აქ არ მაქვს მაგრამ John DeGoes-ის თოქები რო ნახოთ, ნუ საკმაოდ საინტერესო რაღაცები, ახლა просто გააჩნია რამდენად თუ არ გაქვს რაღაც ეს ანუ ჟარგონი შეიძლება იყოს რაღაცებში ვერ გაიგო, მაგრამ ზოგადად John DeGoes საკმაოდ საინტერესო რაღაცები ქონდა. კიდე ერთი თოქი არის საინტერესო. სახელი არ მახსოვს ტიპის, მაგრამ თოქს ქვია რაღაცა limit ანუ ესე უნდა გავიხსენო. ეს არ მიწერი და ეხლა გამახსენდა რომ ვაპარაკობდით. Constraints ანუ რაღაცა ისეთ იდეა ეგ არის რომ რაც უფრო მეტი constraint გაქვს it gives you more freedom და რაც უფრო მეტი freedom გაქვს მე მეორე მხარეს გაქვს უფრო მეტი constraint რა. ახო constraints liberate constraints ეგეთი თქო ქვია. არ დაგავიწყდი. ეხლა შეიძლება თუ დაგავიწყდი. ჩავწერთ ესე იგი ჯონი და ეგ constraint ეგეც საკმაოდ საინტერესო არის ზოგადად აი იმის დიზაინზე რომ იმ სამავში რო რაღაც API დიზაინს რო აკეთებ რაც უფრო მეტ capable საზრდოო users თქვა შეიძლება მე შენ მხარეს რო limiting არის და ასე შემდეგ. ამას გარდა ასევე საინტერესო API დიზაინზე functional სტრუქტურებთან დაკავშირებით არის denotational design from meanings to programs Conal Elliot-ის არის და ამას საკმაოდ საინტერესო თოქები აქვს, მაგრამ როგორც სავარაუდოდ hardcore რაღაცები არის იდეაში ერთი აქ ასევე ანუ
functional reactive programming-ზეც არის დაახლოებით მაგ სტილში. ეგეც საკმაოდ საინტერესო არის. და კიდე ანუ John Hughes-ი არის, რომელმაც აი property based testing-ის library რაც თავიდან იყო quick check-ი იდეაში Erlang-ზე თუ მე Haskell-ს გადაწერს ან ხო პირველი გონი Erlang-ი იყო მე Haskell-ს დაწერს და რომელიღაცაზე ეს მუშაობდა მოხუცი კაცი არის functional programming-ის მართლა ძალიან ბევრი საინტერესო თოქი აქვს ერთ-ერთი არის ეგრო testing hard stuff and staying sane property based ამაზე იდეაში მეც მაქვს მაგადა თოქი და მოსერჩოთ ეგეთ შეგვიძლია დავნიკოთ property based testing-ზე საკმაოდ საინტერესო არის და ახლა ვარ ვიმეოროთ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი მაგაზე და ასევე laziness-ი ვახსენეთ და მაგაზე აქვს ამავე ტიპს why functional programming matters და იდეაში ამ laziness-ს ამახვილებს ყურადღებას და საკმაოდ საინტერესოა აი კონცეპტუალურად რომ ეგეთი რაღაცები რომ გესმის ამ ყველაფერი ეს ყოველდღიურობაში შეიძლება არ გადგება მაგრამ თვალსაჭირს ასე ვთქვათ გიფართოვებს და ამ თვალსაჭირის ამაში საკმაოდ საინტერესო არის ასევე programming with nothing by Tom Stewart programming with nothing ხო მაგაზე უცებ გეტყვი ანუ საკმაოდ ისეთი fun talk-ი არის ანუ ოღონდ რაბიზე არის მაგრამ ანუ ორი რაღაცის გამოყენება შეუძლია მარტო რომ ჯის ქონდეს რაღაც variable რეკურსიაც არ შეიძლება და function and application ან function-ი რომ გამოიძახო ხო function-ი და ჯის variable რომ ჯის ბევრი რაღაც არ წერო ხელით მე იგორი რაღაც გქონდა ეგორი რაღაც გქონდა უნდა დაიმპლემენტირო fizz base-ის interview question-ი რაც არის რიცხვი გაქნებოდა ასამდე 3 ჯერადებზე აბრუნებ fizz 5-ზე base და 15-ზე fizz base და იმასთან რიცხვს ხო და ანუ მან საინტერესო არის ის რომ რეალურად ანუ მხოლოდ აი ფუნქციები რო გაქვს და ჯის ფუნქცია შეიძლება გამოიძახო მაგითი შეიძლება აქონდეს რიცხვების რეპრეზენტაციას მიიღო piano numbers ქვია ამას შეიძლება აი maybe და az-იც you can encode it as a function და basically ანუ ნებისმიერი მოასწრა სტრუქტურა kind of შეიძლება encode as a function პატარა თიზერი რო გითხრა აი რაღაც structure is reduce რო დაწერო რაც ამ ყველა იმას იღებს და აბუნებს რაღაცას და აკომუნიკებს წარმო structure შეიძლება მაგ reduce-ით დაიმპლემენტირო და მე ყველა მეთოდი იყენებს mag reduce to recreate something else და მაგ ხო ძალიან საინტერესო არის ეს ფან არის ანუ მაგ ერთ-ერთი ყველაზე ადრე ნახე სოკი მონადები და ისინი არაფერი არ არის უბრალოდ function და function-ის გამოძახება და მე აიმპლემენტირებს ამას და ძალიან ფან არის რა მე brain fuck რო არის და რაღაც ეგეთი იმამდე მინდი საბოლოოდ რომ ერთ მე განახს ერთიანად ამ თელ კოდს რა რომ variable-ები ვარ გამოგეყენებინა რა იქნება და საშინელება არის მაგრამ ის fun exercise რო რაღაც იმეებს გიჩვენს ხო ანუ მაგ ესეთი functional programming იყო საკმაოდ ესეთი რაღაც ჩემს ცხოვრებაში რომ ანუ აი programming-ის მიმართულებით ამ თვალსაჭირას გიფართოვებს და ანუ უფრო რაღაც შეიძლება რაღაც სიტუაციებში რაღაც უფრო კრეატიული რაღაცები მოიფიქრო და შეიძლება დიდად useful არ იყოს ისედაც შეიძლება რავი მაგრამ რაღაცებში გამოდიო აა იმპერატიული კოდით ეს ყველაფერი გააკეთო მაგრამ რაღაცებში კარგი არის ყველაზე პრაქტიკული ალბათ ერთ-ერთი property based testing-საც გავუწევდი რეკომენდაციას რომ საკმაოდ useful ყველაფერს ამოვანათებთ და description-ში დავწერთ თუმცა ისიც ჩავგვიდე რაც და ის რო ახსენე ის tweet-ების აზრება მაგსაც აი ეგ მაგ პერიოდში როცა ვიყავი ამაში გადავარდნილი რასაც ვკითხულობდი ყველაფერს ვაშერებდი და ფაქტიურად სიამა პლეილისტი მაგ ასე თქვა. ეგ არის GitHub-ის რეპოზიტორიზე. GitHub-ზე მაქვს ხო GitHub-ს ახარელი tweets. და მაგას იმაკ იდეაში CSS-ს აი front-end-ის მართლობდი ვარჩევდი ხან წლების წინ და მაგებსაც თუნდაც დაგილინკავ. ყველაფერს. მაგას მეც ვიპოვე, მაგრამ თუ ამენ დამელი. მადლობა ირაკლის დღევანდელი ეპიზოდისთვის. ძალიან კარგი იყო. შეხსენება მეგობრებო, ჩვენი სპონსორი არის Texi. მადლობა Texis. და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. მადლობა თქვენ. მადლობა ირაკლის. მადლობა ირაკლის. მოგარგეთ.